მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 91%-ს არ აქვს გამოწერილი არხი. ამიტომ თქვა უნდა მაქვს, რომ ჩახვიდეთ და დააჭიროთ subscribe-ის ღილაკს, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია ეს ყველაფერი. და ასევე თქვენთვის გავაკეთე დახურული ჯგუფი, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და შეგეძლებათ, რომ წინასწარ გაიგოთ, ვინ გვეყოლება სტუმრად და დაუსვათ ის კითხვები, რაც კონკრეტულად გაინტერესებთ მაგ სფეროზე ან კონკრეტულად მაგ სტუმრისგან. ამიტომ ახლა ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. როგორ იწყება ერთ ვიდეოზე მუშაობა შენთან? აი სამი მთავარი განსაზღვრება მაქვს რა. ან ვიდეოს რო გავაკეთებ, ან ჩემში უნდა შეცვალოს რაღაცა, ან მაყურებელში უნდა შეცვალოს რაღაცა, ან იმ პერსონაჟში, ვინც ამ ვიდეოში შემოდის, უნდა შეცვალოს რაღაცა. ზოგადად შენი storytelling-ი ძალიან მომწონს და მაგაზე რამე სტრუქტურა გაქვს, რასაც სულ იცავ თუ storytelling-ი არის ეგ ამბავი, რომ რაღაცა მიზეშედეგობრივი კავშირი უნდა გქონდეს ყველაფერს რა. მე წავედი და ეს ვქენი, და ეს ვქენი, და ეს ვქენი, ეგეთი არ უნდა იყოს რა. შენ თუ რაღაც კონკრეტული მიზანი გაქვს, ამ მიზნის გზაზე რეების გაიარე, ეგრე უნდა მაჩვენო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უშარი იუთუბერი საქართველოში, რომელიც წარმოუდგენელ და ექსტრემალურ გამოწვევებს ეჭიდება ყველაზე უჩვეულო გარემოშიც. ის კაკოა და ალბათ გაინტერესებთ როგორ აკეთებს ამ ყველაფერს. მე მართლა ძალიან შემეშინდეთ გამბედაობა შიშია, რომელმაც უკვე ილოცა რა. ეხა როგორ კაკოსაც ახასიათებ, აი როდა უკან დაგაბრუნდა და ერთი რჩევა რომ მიგეცა, მარტო რას ეტყოდი. არ შეგეშინდეს შედეგები, გადაწყვეტილებებზე შედეგების, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაცებს ისწავლე და ცხოვრება არ ვთავდება არც ერთი გადაწყვეტილებების მიხედვით რა. ანუ თან არასწორია სპონსორთან დაიწყო თავიდანვე, ანუ ლოგიკურად თუ დაშლი შენ რატო ხარ საინტერესო ამ სპონსორისთვის მაგაზე იფიქრე და გამოკვეთე ის აქცენტები, რითი ხარ შენ საუკეთესო. აი შეიძლება რამე ერთი რჩევა მომცე, როგორ უნდა შექმნა კარგი რეკლამა. კაკო, როგორ ახარ? მადლობა რომ ესტუმრე, ძალიან გამიხარ და გილოცა 200,000-ზე ახვედი და აბა როგორ მიდის საქმეები? მადლობა, გამიხარდა მეც რომ მომიწვიე, რომ გადავხედე შენ პოდკასტს, ძალიან საინტერესო ადამიანები მოყავს, ძალიან საინტერესო თემებს ეხები და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო რომ აქ ვარ და ვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომლებიც შენ გაინტერესებს, შეიძლება აუდიტორიასაც აინტერესებდეს. ცოტა უფრო სხვა რაღაც კონკრეტული მიმართულების პოდკასტია, რომელიც უფრო მეტად სავარაუდოდ გონია რომ რაღაცა YouTube-ს როგორც საქმიანობა შეეხება და ამ content making-ს ვიდრე რაღაც თუნდაც ემოციებს ან რაღაცა კონკრეტულ მოგზაურობას ან რაღაც ეგეთებს და ამიტომ ამ ფორმატში ჩემთვის საინტერესოა შენთან ვიზიტი და მადლობა. ბევრ პოდკასტში არ ყოფილი ვარ, სხვათა შორის მესამე პოდკასტია მე მგონი. არა, მანამდეც ვიყავი, მაგრამ ხო რა, აი ბოლო რაც დამოკიდებულად დავიწყე, ხო მესამე პოდკასტში ვარ სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია მეც და მოკლედ ანუ რაზე მინდა ეხა შენთან საუბარი რა. ეხა შენ ისტორიას რა, რასაც ყველ ინტერნეტის თვალს ვადევნებთ, აი ვიცით რომ რაღაცა ჰანგრიმენით დაიწყე, მე რაღაც პერიოდი გაქრი და მე ისევ დააბრუნდი და ძალიან მაგარი წარმატება გაქვს რა. ის რასაც გილოცავ ძალიან მაგარია, მიხარია და რა მაინტერესებს რა, აი თავიდან რა საერთოდ სამ ისტორია რო დავიწყოთ, აი YouTube-ზე რო შემოხვედი რა. მაშინ არავინ არ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ჰანგრიმენთან თუ ჰანგრიმენთან რო შემოხვედი, აი ჰანგრიმენამდე და რაზე ფიქრობდი, ვინ უნდა გამოვიდე, ვინ უნდა გავხდე, როგორი იქნება ჩემი მომავალი, ანუ საით მიდიოდი მაგ პერიოდში. რაღაც შეხება ქონდა მაშინ რაღაც გემბლინგ სტრიმები ქონდა და ცოტა შეხება ქონდა YouTube-თან, მაგრამ ეგ ამბავი რომ დავიწყეთ რა, უბრალოდ დავდეთ ვიდეო რა, არ ქონდა წარმოდგენა, ჩვენ პოპულარულები გავხდებით, ჩვენ ამით ფულს გავაკეთებთ, ეგეთი მაინდსეტი არ ქონდა, რაღაც პერსპექტივაში ქონდა, რაღაცა დაახლოებით ტრენდები ვიცოდით რაღაც გლობალურად რაც იყო, მაგრამ ისე უფრო იმიტომ რომ აი გავერთოთ რა, ერთად ვართ, ერთად და სანამ საერთოდ მაგ YouTube-ზე იდეა მოგივიდოდათ, აი მანამდე კონკრეტულად შენ აი რაზე ფიქრობდი, აი YouTube ხო ძალიან პოპულარული არ იყო და უბრალოდ აი შეამჩნიე პლატფორმა და მოგინდა შესვლა, მაგრამ აი დაჟე სამ შეხვიდოდი მან და აი რა სფეროს გინდოდა გაყოლოდი, ეგეთი წარმოდგენები გქონდა? კი, მქონდა ეგეთი წარმოდგენები, ანუ რა სფეროს მუშაობდი მარკეტინგში, მაგ პერიოდში და მანამდე რაღაც რამდენიმე სხვადასხვა სამსახური გამოცვალე და ძალიან ისე არათანმიმდევრულად, ანუ მალევე მოვდიოდი, არ მომწონდა სისტემა და ასე შემდეგ. რას ფიქრობდი და მხოლოდ ფიქრობდი იმაზე, რომ რაღაცა მექნა, ის რაღაცა კონკრეტული კრეატივი და რაღაცა ეგეთის იდეები არ მქონდა, არც იმაზე ვოცნებობდი რაღაც პოპულარული ყოფილიყავი და არაფერი. პროსტა გზაში სხვა რაღაც შესაძლებლობების დანახვით რაღაცები მოვიდა თავისით რა. ის რომ რაღაცა ესა ახლობელი ადამიანი ერთ გუნდად ჩამოყალიბდით და რაღაცა საინტერესო დინამიკა გქონდა ერთმანეთში, ვიფიქრეთ რომ რატომაც არა, დავაი ვიდეოების გადავიღოთ და გადავიღეთ და მე როცა ამ ვიდეოებს საკუთარ რაღაც თავისი ფიდბექი მოყვა, მე უკვე დავფიქრეთ რეალურად რომ რაღაცა კომერციული კუთხით წასულიყავით, თორე შეგრძნება იმის რომ
აი ეხლა გავხდები მე ტოპ იუთუბერი და ჩვენ გავხდები ტოპ არხი, ეგ არ ქონდა ალბათ პირველი 15 ვიდეოს განმავლობაში შეიძლება არც უქონოდა ის რა. და ეგ ყველაფერი საერთოდ ყველაფერი ისე მოდის რა ცხოვრებაში, რომ აი შემთხვევითად მოდის რაღაცეები სულ რა. მე ბავშვობაში საერთოდ რავი წარმოდგენა არ მქონდა, რომ ან მე მინდოდა ყოველთვის რაღაცა ოცნების დონეზე პოპულარობა, ამ მსახიობობა, ან რაღაცა მუსიკოსობა, მაგრამ უფრო მსახიობობა, მაგრამ არ გადამიდგე განსაკუთრებული ნაბიჯები, იმიტომ რომ არც ვიყავი, არც ექსტროვერტი ვიყავი დიდად, არც რაღაცა დიდად ნიჩს ხედავდი ჩემში და არაფერი და მე პროცესში რა, ანუ სხვადასხვა ადამიანებთან თანაკვეთით ეს ყველაფერი დაალაგდა რა. ოღონდ ეს რო დაალაგდა, აი ეს რაღაცა აქ, აი ეს რო დავიწყეთ ეს ვიდეოს გაკეთება. მანამდე რაც მოხდა რაღაცები რაც მცადე რაც გავაკეთე თუნდაც რომ ვიყავი მარკეტინგში და რაღაც ხედვები ჩამოვიყალიბდი და როგორ მუშაობს მარკეტინგი თუნდაც რავი პატარაობაში რაღაც საიტებს რო ვაკეთებდი და დაახლოებით რო გავიაზრო რომ თორმე საიტის კეთებით და რაღაცა კონკრეტული რაღაცების გაკეთებით უფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლება ვიდრე თუნდაც ხელფასზე მუშაობ ეგეთი მაინდსეტების დონეზე რაღაცები პროცესში ჩამოყალიბდა მაგრამ კონკრეტულად ვიდეოს დაწყება YouTube-ის დაწყება ეგ ახლა არის მეტნაკლებად ტრენდული და საინტერესო რა, მაგრამ ხო მაშინ რავი წარმოდგენა არ მქონდა მაგაზე. აი მაშინ უკვე Hungry Man-ის არხი რა, მე ძალიან კარგად დაიწყე, ძალიან კარგად განვითარდა და არხი იყო პიკში. შენ წამოხვედი და რაღაცა პერიოდი ცოტახანი გაქრი საერთოდ სოციალურ ქსელებიდან რა და მე დაბრუნდა ეგ ჩემთვის ძალიან ანუ ასე ვთქვათ, იცი რომელ ფრაზას მახსენებს, აი რო არის ხოლმე რომ აი ადამიანს მილიონი რო ეშოვა და რო წაართვა ყველაფერი და მე ისე უკან დაბრუნდეს, ისე მიაღწევს იგივე წარმატებას. რაღაცნაირად მაგას უკავშირებ რა, მაგრამ აი მაინტერესებს მაგ ჩავარდნის პერიოდში რაზე ფიქრობდი, რა საქმიანო, ანუ შენ შემოსავლის წყარო რა იყო და რაზე ცხოვრობდი მაგ პერიოდში. იცი რა არის Hungry Man-ის პერიოდშიც და მერეც რაღაც შემოსავლის წყაროები ძალიან ისეთია რა ქვია ეხლაც მათ შორის აი ბევრი სხვა ზედან ეხლაც ახლა რო გითხარ YouTube-ით რაღაცა ამ ბოლო პერიოდში კი ბატონო რა ანუ რაღაც ვიდეოს საფინანსებს და რაღაც მაგრამ სულ ჩემი გარე ბიუჯეტები ხმარდება ხოლმე YouTube-ს რა ხშირ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა ის არის რა გამწერზე ავედით და მაგ პერიოდში ხა სტანდარტიზებული შემოსავლის წყარო არ მქონდა რაღაცა ძალიან აქტიურად მან მაგ პერიოდში ზუსტად იყო კრიპტოს ბუმი მან ვიყავით ძალიან აქტიურად გადართული რაღაც კრიპტო კომუნიტებს ვაკეთებდით სხვადასხვა რაღაც თიმიც ავიყვანეთ სხვადასხვა პროექტებს ვაკეთებდით მე რაღაც NFT-ის ამბებზე, ანუ მოკლედ რაღაც თანამედროვე შესაძლებლობები რომ ჩნდებოდა რა, ისე რომ არა ტიპიური და ტრადიციული გზით არა, მაგრამ აი პარალელურად რაღაცა საინტერესო გზებით ფულის გაკეთებას ვცდილობდი და რა ვიცხოვრობდი რა. მე გერმანიაშიც ვიყავით, მანდაც რაღაც კონსალტინგ ფირმასავით ქონდა და აქედანაც ფულს ვაკეთებდით და რავი ანუ ცხოვრობდით რა. ძალიან მაგარი. და კიდევ რა, მე უკვე შენი დაბრუნება იყო და აი მაგ ერთ-ერთ ვიდეოში, შენი დაბრუნების ვიდეოში Hungry Man-დან რატო წამოვედიო, მან და ეგეთი რაღაცა თქვი, რომ Hungry Man-ი ვარ, ყოფილი შეყვარებულივით არისო, რა, აი მაგ ისტორიებს რო უყურებო, ხვდები რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ ცოტა გული გწყდებაო რა. დღეს როგორ ხარ ხა დღევანდელი გადმოსახედით? დღეს იცი რა არის ეგ ამბავი ზოგადად რაც მოხდა ჩემთვის დღეს რო თუნდაც ეს წარმატებული იუთუბერი ვარ და რაღაცა მენტალურად ძლიერი ვარ და რაღაცების გაკეთება შემიძლია და რაღაცებზე ლაპარაკი თავისუფლად შემიძლია და შემდეგ თუნდაც მაგ 3 წლიანმა პაუზამაც გამოიწვია რაღაც დონეზე იმიტომ რომ ძალიან რაღაცა რთული პერიოდი იყო ემოციურად იმიტომ რომ მივიღე ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება რომელიც მინდოდა რომ მიმეღო მაგრამ ემოციურად ამდენი ხანი ერთად ხარ და პლუს შენ კი ამბობ რომ რაღაც წარმატების პიკში ვიყავით და რაღაცა გადავდიოდით თან კიდე ახალ ეტაპზე და მაგ ეტაპზეც ჩართული ვიყავი და ერთად ვფიქრობდით მაგის გაკეთებას და ამდენს უცებ რომ წამოვედი მაგ ნაწილში ხო ძალიან რთულია იმიტომ რომ ანუ უყურებ რაღაცა დაახლოებით ხედვებს რომელსაც შენს ფიქრობდი რომ განვითარებულიყავი და უცებ მაგის ნაწილი არ ხარ და თან ეს ყველაფერი საჯაროა და მე რავი თუნდაც ადამიანები ამაზე აქცენტს აკეთებენ გიკეთებენ აქცენტს და მიუხედავად იმისა რომ შენ თავში დარწმუნებული ხარ ადამიანებისთვის გარეგნულად ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა რა იმიტომ რომ რაღაც წარმატებული რაღაცა ისეთი მაგარი პროექტიდან მოდიხარ და რა შვები ანუ რატომ მოდიხარ უცნაურია ზოგს ეგონია რომ რაღაცა მიქარი და გაგაგდეს ზოგს გონია რაღაცა და ძალიან უცნაურია ეგ გადაწყვეტილება რომ აი ხო რა აი მაგ ხიფლში არ ჩავარდი და თუ მართლა გინდა რომ წამოხვიდე რა ეგ არის ამბავი ძალიან მაგარი ის იყო რა ქვია ასე ვთქვათ ჯერ საერთოდ როგორ აი ძალიან მე მომწონს შენში ის რომ
რაღაც ის გეშინია ხოლმე, მაგრამ მაინც აკეთებ მაგ ყველაფერს. რაღაც რთული გადასაწყვეტია რაღაცა, მაინც იღებ გადაწყვეტილებას და ეგ ძალიან მაგარი თვისებაა რა. და შენი აზრით რა გაძლევს ძალას მაგ ყველაფრისთვის, რომ აი გადალახო ის რაღაცეები, რაც აი არ შეგიძლია რა. თავიდან გეშინო და რთული იყო მისაღებად გადაწყვეტილება. ალბათ ძალიან ბევრი ჩემ თავზე დაკვირვება და წარმოდგენა სიტუაციების და აღწერა იმ მდგომარეობის რა, ანუ ლოგიკურად ბოლომდე დაშლა ლოგიკურად და ემოციების ხანდახან იმ მომენტში ემოციები გაქვს, მაგრამ ხანდახან ლოგიკის მარტო ლოგიკის ჩართვა და იმაზე ფიქრი თუნდაც რომ რატო უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება რა. ჰაგემენა წავსოს გადაწყვეტილება ცოტათი ემოციურიც იყო და რაღაც კონკრეტულ რაღაც ამბავზე მოხდა, მაგრამ ეგ გადაწყვეტილება მომწიფებული იყო სულ და მინდოდა რომ ეგ მექნა რა და მე როცა ეგ მოხდა ეგ ემოციური ის რომ მორჩა და გაწყდა რაღაცნაირად სულ გაქვს ემოცია რომ რაღაც ხო სწორია ხო არასწორია ხო სწორია ანუ რაც არ უნდა იყოს შენ თავში დაჯერებული და რაც არ უნდა გრძნობდე რომ სწორი გადაწყვეტილება ამ დროს რაღაც თუნდაც საზოგადოება თუნდაც ის გავლენები და რაღაცები მაგაზე მოქმედებს მაგრამ ეგ ამბავი რომ ვიცოდი რომ ძალიან დიდი დისკომფორტი იქნებოდა აი საოცარი დისკომფორტი იქნებოდა ეს მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მე მჭირდებოდა რაღაცნაირად რავი თავისუფლება მათ შორის თავისუფლება გადაწყვეტილებებში მათ შორის ბოლომდე მეგზნო რომ იმ თუნდაც იმ ფორმატში რაშიც ვარ კარგად ვარ რა და იმის სწორდება როგორც ეხლა ვგრძნობ თავს რა ეგ ხედვა რომ ეგრე უნდა ყოფილიყო რა იმ მომენტში რომ რაღაც მომენტში რომ აღარ მქონდა რა რაღაც მომენტში რომ რაღაცა ვიზაბებოდი რაღაც მომენტში რომ აღარ მსიამოვნებდა ეგ მიბიძგებდა long term რომ ესე ჯობია მიუხედავად იმისა რომ მტკივნეულია მიუხედავად იმისა რომ რაღაცა რთულია მაინც დავაი გავაკეთოთ და ხო რა ანუ იმის საბოლოო პასუხი არის ის რომ მაინც ემოციური ფიქრების გათიშვა და რაციონალურად ფიქრი იმაზე რომ შენ რა მდგომარეობაში long term ანუ რაღაც გრძელვადი დისტანციაში შენ რა მდგომარეობაში ხარ უფრო კომფორტული რა თუ უფრო კომფორტული თუ რაღაცა ყოველდღიური რაღაც პატერნები ერთ და იგივე მეორდება რაღაც ყოველდღიურობაში და ამას ვერ ვცვლი მაშინ ჯობია რომ ადგე და წახვიდე და შენ თავში შეცვალო რაღაცეები ან რაღაცა სისტემა შეცვალო რა მე იმას არ ვამბობ რომ რაღაც ჩემი ის იყო რა ქვია რაღაცა თვითონ ის რა ქვია მდგომარეობა რაღაც ცუდი იყო ან რაღაც რა უბრალოდ იქ რაღაცა კონკრეტულად ზუსტად იმიტომ რომ მე სხვა გამოწვევები მქონდა ცხოვრებაში რაღაცა უფრო მეტი თავისუფლება მჭირდებოდა, უფრო მეტი თავისუფალი მოქმედებების შესაძლებლობა მჭირდებოდა, უფრო მეტი ჯერ მინდოდა თუნდაც რომ რაღაც წავსულიყავი სხვა ქვეყანაში, მოვსულიყავი რაღაც ჩემი თავისუფლება მქონოდა, მაგრამ გამოიწვია ეგ მდგომარეობა და ზუსტად მაგ მომენტში როცა ჩვენ უკვე ვიყავით ახალ ლეველზე, ახალ ეტაპზე გადასვლებაზე და მაგაზე ერთად ფიქრობდით და რაღაცა უკვე მაგ მდგომარეობაში ვიყავით, გავიაზრე რომ ეგრე რომ გამეგზელებინა, მაშინ მით უმეტეს 3 წლის მერე კიდე უფრო გამიჭირდებოდა დათმობა. ეხლა წარმოიდგინე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრად უფრო რეიტინგული ყოფილიყავი და წამოვიდოდი კიდე უფრო მაღალი რაღაცა სტატუსით და ღირებულებით წამოვიდოდი და ახალ არსო გავაკეთებდი კიდე უფრო აი ეხლა მაგალითად ვასარვადის და თავის არხი გააკეთოს კიდე უფრო პოპულარულია, ხო? მაგრამ ზუსტად ეგ რო რაღაცა ეგრე რომ გამეგზელებინა მე კიდე უფრო გამიჭირდებოდა ეგ მაგიტო არ ემოციურადაც კი მაგიტო არ ვაჩენთ მაგალითად შვილს იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ძალიან დიდი ყურადღება უნდა როგორც მშობლისგან მაგას და ვერ მივაქცევ იმიტომ რომ მე რაღაცა ჯერჯერობით მინდა რომ რაღაცა ამაზონის ჯუნგლებში ხველებს ვეჭიდაო და ამიტომ ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგას დაფიქრდე ზუსტად რომ რაღაც პერსპექტივაში რას მოგცემს რა ოკეი ეხლა მოდი უფრო ტექნიკურ რაღაცებსაც შევეხოთ აი იცი რა მაინტერესებს შენ გაქვს ძალიან მაგარი ვიდეოები ანუ თავის აი აწყობიდან მთლიანად რა ვიდეოს რო უყურებ აი უყურებ და მთლიანად აი გითრევს აი კიდევ გინდა რომ უყურო და აი არც ერთი წუთი არ ხარ მოდუნებული და ძალიან მაგრამ და აი მაინტერესებს აი შენი ვიდეოს აი დაჯექი ერთ დღეს და როგორ იწყებ ვიდეოზე ფიქრს აი მოგივიდე აიდეა და რა პროცესი არის პირველი აი thumbnail-ზე ფიქრობ ჯერ სათაურზე მერე მიდიხარ გადასაღებად მთლიანად გეგმავ კადრებს ესენი უნდა გადავიღო აუცილებლად ფიქრო ჩავალ თუ აი როგორი პროცესი არის როგორ იწყება ერთ ვიდეოზე მუშაობა შენთან გეტყვი მოკლედ ჩემი ვიდეოზე მუშაობა იწყება არასტანდარტულად მე გეტყვი როგორ იწყება ზოგადად YouTube ვიდეოზე მუშაობა ტრენდები როგორ არის რა ზოგადად YouTube ვიდეოზე მუშაობას რო იწყებ უნდა დაგეგმოთ ამბი
ანუ thumbnail-ი გარეკანი უნდა დაგეგმო და უნდა დაგეგმო რაღაც პირველი რაღაც ინტროს ვარიანტი რა იქნება. ანუ კარგი YouTube ვიდეოზე რომ მუშაობ ეგრე არის. საქართველოში ძალიან ნაკლად იყენებენ, მაგრამ გლობალურად ვისთან შეხებაც მქონია რაღაც ვისაც უსმენთ და შემდეგ ეგრე ხდება ყოველთვის და რატომ მაგას ცოტა მოგვიანებით გეტყვი, მაგრამ ჩემი მუშაობის ამბავი ეგ არის. მე იდეაზე მეფიქრება ამ იდეამ რამე საინტერესო უნდა დატოვოს მაყურებლისთვის ან ჩემთვის ანუ რაღაცა აი სამი მთავარი განსაზღვრება მაქვს რა ანუ ვიდეოს რო გავაკეთებ ან ჩემში უნდა შეცვალოს რაღაცა ან მაყურებელში უნდა შეცვალოს რაღაცა ან იმ პერსონაჟში ვინც ამ ვიდეოში შემოდის უნდა შეცვალოს რაღაცა ან თუ სამივე მოხდა ვაფშე ამბავია რა ამ იდეამ რაღაც ხო თუნდაც ბოლო ვიდეო ეხა ეს იქ რო წავედი ტომში რა ეს წარმოდგენა არ მქონდა რომ ეს ამბები მოხდებოდა და საერთოდ სხვანაირად ანუ სხვანაირად ფიქრობდი რომ წავიდოდა ვიდეო ანუ მეგონა რომ იქ ტომში მივიდოდა იქ მაიმონებს ვინადირებდა ეგრე მოხდებოდა ეგ იქნება მეორე ვიდეო მაგრამ გზაში რომ ესეთ რაღაცები მოხდებოდა იქ რაღაცები აი ეს გველები რაღაც ის ეგ არ ვიცოდი რა ხო და მე თუ ძირითადად 90% აი რენდომად მოსული ვიდეოები არის შემთხვევით მოდი დავაი ის გვაქვს დავაი წავიდეთ გავაკეთოთ უბრალოდ ერთი მთავარი იმაზე მეფიქრება აი მე ამ ვიდეოში რამდენად კომფორტულად ვიქნები რამდენად გამისწორდება ამის კეთება რა მაგალითად თუ რაღაცა უნდა წავიდე ეგვიპტეში მაგალითად რა მე რა გამისწორდება წავედი აი თქვათ რომ წარმოვიდგინოთ აი გავიაზრო ვიდეო წავედი ეგვიპტეში მივედი პირამიდებთან და ვთქვი ვაიმე ეს რა მაგარი პირამიდებია ძმაო საო ამის შემქმნელს ეგ ხო არ გამისწორდება ანუ არ არის ჩემი სტილი და არც მისწორდება რა მაგრამ იმ პირამიდებთან რომ მივალ და X კამერები დამხვდებიან და მეცოდინება რომ ამანც კამერები არიან ბაზარი არ არის მე წავალ ყალფულს წავიღებ მაგალითად იქ და იქ ვეღადავები იმად და აი ეგ ანუ ჩემი კომფორტ ანუ მე ჩემი თავი და ჩემ ინდივიდუალიზმს როგორი ტიპის ვიდეოში გამოვავლენ ეგ მეხმარება რა მაგალითს გეტყვი ხა კიდე ანუ რას მაჩუ პიქჩურზე ჯერ არ არის ვიდეო გადაღებული მაგრამ მინდოდა გადამეღო მაგ მაჩუ პიქჩურზე რა როცა ზოგადად რო შეხედო ეს მაჩუ პიქჩურს თემა საინტერესოა ანუ ერთი შეხედვით იმიტომ რომ ერთ-ერთი სოფლიო საოცრებაა და საინტერესოა და ამ შემდეგ მაგრამ აი რო დავგეგმო ვიდეო როგორ გადავიღო არის ვარიანტი რომ აი ესე ტუპად ავიღო და ვთქვა რომ მე წავედი მაჩუ პიქჩურზე და всё და რა უნდა მოხდეს მიხვედი და დაათვალიერე და რა სიტყვი მაყურებას რომ მაჩუ პიქჩუ მაგარია ანუ რა არის ამბავი ანუ ერთი არის თემა რა არის ანუ რაც ანუ რაღაც thumbnail-ზე და სათაურზე გამოჩნდება ერთი ამბავია თემა რა არის და ეგ უნდა იცოდე რომ კარგია უნდა იცოდე რომ საინტერესოა მაყურებელს აი მიიზიდავს ეს მაყურებელს ვა მაჩუ პიქჩუ მაინტერესებს პირობითად ეგ მაგრამ მე მაგას თუ ისე გადაიღებ რომ რავი ანუ არაფერი არ მოხდა ვიდეოში მიხვედი და მოყევი არ არის საინტერესო და ამიტომ რაღაც მოვიფიქრეთ რომ თან ჩვენ მაგრად რო გავერთოთ რაღაცა ვიქირავეთ რაღაცა დანგრეული 70 წლის მანქანა რომელიც სუფუჭდებოდა და შევეჯიბრეთ ჩემ შეყვარებულს ბაბის შევეჯიბრეთ რომ ის ლაქშერი მატარებელთ არის ჩვენ ამ მანქანით მივდივართ 3 მეგაბარი და აი რა დღეში ვარ და როგორ წვალობ და რაღაც რა ხო და ანუ იდეის მოფიქრების პროცესში ერთია იდეა და გარეკანი რა იქნება და ეგ უნდა იყოს საინტერესო რა ანუ ეგ ისეთი უნდა იყოს რომ ჩემზე კი არ უნდა ვიფიქრო იმაზე უნდა ვიფიქრო რომ აი გიგი რო გააკეთეს ამ ვიდეოს მე მომიდება თუ არა ჩართვა ან სოსო რო გააკეთე მე მომიდება თუ არა ჩართვა ჩემი თავი გამორიცხე რა ეგრე უნდა ვიფიქრო და მეორე უკვე შეგნით რას გააკეთებ ეგ უკვე ანუ უნდა იგრძნო რომ გაგიწორდება თუ არა და აი თავისით ჩემ შემთხვევაში თავისით მოაქვს ვიდეოს რა ანუ ისი არ არის რომ აი კადრე არაფერი არ მაქვს დაგეგმილი საერთოდ და რომ დავგეგმო და რომ მიცდია ეგ რა ძალიან გამიჭირდება ავთენტური ვიყო რა იმიტომ რომ აი ეს რაღაცა თუ რაღაცა კამერები დავდგი და ამ დროს დავიწყე ტიპთან ლაპარაკი რა უკვე ჩემი ავთენტურობას დავკარგავ იმ ტიპის რეალობაც შეიცვლება იმ ტიპის ემოციაც შეიცვლება და მაგიტოა რომ რაღაცა აი ამ კამერით დავდივარ რომ იმან არ იგრძნოს მაგალითად რომ მე ის ვარ რა ქვია კამერა ის ვარ რა იუთუბერი ვარ რომელიც კამერით მეც მინდა რომ ძალიან ბუნებრივი და ავთენტური ემოციები მქონდეს რა ვა გავეცი შენ კითხავს პასუხი მე ცოტა ADHD მაქვს რაღაცას დავიწყებ მე რაღაცას გადავდივარ მე რაღაცას გადავდივარ ნახე იდეაში შენ მე შემიძლია შენ ფორმატზე გელაპარაკო თუ გინდა შენ შემთხვევაში რაღაც ანუ რადგანაც ეგ უბრალოდ მოგზაურობის კუთხით რაღაც სხვა არის მაგრამ ხო რა ანუ თუნდაც აი
არა მარტო ვიდეოს დაგეგმა, ზოგადად როგორც იუთუბერის, ჩემი როგორც იუთუბერის შექმნა. ანუ რაღაც ხო არის, ეხა ერთი რო გადახედო, ერთი 15-მდე მოგზაური იუთუბერია რა, ზოგი ეხა იწყებს, ზოგი უკვე ის არის და ყველას რაღაც თავისი უნიკალობა აქვს რა. რაღაცა თავისი გამოცხადებული ბრენდი აქვს რა. აი რაღაცა იქ სოსოსთან შევდივარ, ვიცი რომ რაღაც ხარისხიანი კადრები, რაღაც აღწერა რაღაცის რაღაც საინტერესო თემები რაღაცა მასშტაბური თემები დამხდება. გიგისთან შევდივარ, რაღაცა თავგადასავალი დამხდება, ექსტრემი დამხდება, რაღაც ეგეთები. ან ჩელენჯები ამ ბოლო პერიოდში. ლეოსთან შევდივარ, რაღაცა დამხდება, რაღაცა რომ აი მუდმივად დეტალურად აღწერს რაღაცა რა როგორ მიდის და ყველას აქვს თავისი ბრენდი რა და თუნდაც ამ პოდკასტების ამბავში რა, ეხლა იმდენად ძალიან ბევრი პოდკასტია რა, რომ თუ რაღაცა კონკრეტული მიმართულება არ ქონდა და სხვებივით იყავი, თუნდაც რა აი დავждდი და ვილაპარაკოთ. ხო. ძალიან რთულია თავიდანვე რაღაც ყურადღება მიიქციო. ყურადღება მიიქციო პირველ რიგში რა. ანუ შენ რავი, რატო უნდა ჩაქრთოს ვიღაცამ პირობითად? გარდა იმისა, რომ სტუმარი შეიძლება მოიყვანო რა. ჯერ ერთი სტუმარიც უნდა დაინტერესდეს რომ მოვიდეს, იმიტომ რომ რავი, ანუ უკვე რაღაც established ადამიანებს ბევრი წერს რა, ანუ რაღაც ვისაც რაღაც აქვს დამტკიცებული, უკვე ბევრი წერს და იქაც უნდა მივიდეს რა და რატო უნდა ჩაქრთოს? რა ღირებულება, ანუ მე YouTube ვიდეოს კეთებაში ეგრე აღვიქვამ რა. ჩემი კიდე ცალკე არის ჩემი ჩანელი, მე მაგრამ ისწორდება მაგის კეთება და მე რომ ისწორდება უფრო მთავარი რაღაც პონჩი ეგ არის და მე ვიცი რომ მაყურებელი ღირებულებას მიიღებს, იმიტომ რომ არ მარტო ის არის საინტერესო რომ კარგად ედიტს ვაკეთებ, რაღაც ჩემი მგონია რომ ბევრი მაყურებელს ჩემი მსოფლმხედველობაც საინტერესო და რაღაც გადაწყვეტილებებს როგორ ვიღებ და როგორ უყურებ ვახში ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად პოდკასტის მიმართულებით მგონია რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა აი ამ ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებაც რა. როცა თავიდან როცა არაცა ვაფშე არ არის პოდკასტი და შენ იწყებ, მაშინ კი ბატონო საინტერესოა. მაგრამ როცა ეხა ბევრი პოდკასტია, შენ თუ რაღაცა ძალიან ღირებული არ მიეცი მაყურებელს თან ისე რომ ამის ასახსნელა ძალიან დიდი დრო არ დაგჭირდა. ძალიან გაჭირდება ისა რა ქვია ყურადღების მიქცევა რაღაც თონეზე. აი პოდკასტებში აი შენ ხშირად ახსენებ ხოლმე აი შენი პერსონალიტის წარმოჩენას ვიდეოებში რა, რომ აი კარგად ჩანის, იმიტომ რომ ერთგან დაჟიტყვი რომ ანუ მონტაჟს რო ვაკეთებ, ხშირად ანუ კი შემიძლია ყველაფერი ისე გავაკეთო რომ ყურებადი იყოს ვიდეო და ბოლომდე უყურუნო, მაგრამ ზოგჯერ არ მინდა რომ ჩემი პერსონალიტი დაიკარგოსო რა. აი პოდკასტების შემთხვევაში ან ზოგადად YouTube-ის შემთხვევაში აი ჩემი პერსონალიტი როგორ ვაჩვენო, ანუ როგორ უნდა დავაბალანსო ეგ ყველაფერი. არ ვიცი შენ ამდენად გილაპარაკია შენ თავზე თუნდაც რა, მაგრამ თუნდაც დაწყებამდე რაც მითხარი, შენი იდეა რა არის ამ პოდკასტების გააკეთების, მაგრამ ეგ გაგიჟღერებია? ეს ვიდეოში არა, მაგრამ ეგ ყველაზე საინტერესოა, ანუ შენი ამბავი, ხო აღწერაში არა, მაგრამ შენი ამბავი, შენ რატო იწყებ პოდკასტს რა, იმიტომ რომ ამ თანამედროვე სამყაროში რა, რავი, ადამიანები უკვე კონტენტის კეთება ფულის კეთებაც არის რა და შენ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს ეგ არის მანდ ამბავი რა. ანუ მე რა თქმა უნდა კომერციულად საინტერესოა მე რომ ამ ვიდეოებს ვიღებ, მაგრამ თან მისწორდება და ვირჩევ ისეთ თემებს, რომლებიც მისწორდება და ამიტომ ამბობ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ანუ თუნდა ჩემ ვიდეოში რა, კონკრეტულად რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, აი ჩემ ვიდეოში ვამბობ მაგას გულწრფელად. ხანდახან შეიძლება ისეთი იყოს, რომ ვიცი რომ მაყურებლისთვის ძალიან დიდი ინტერესია და შეიძლება ვთქვა კიდეს რომ ამას ლაიქების და ნახვების გამოვაკეთებ ძმაო. ანუ მაგის ისის აღიარებას არ გამიტყდება რა, მაგრამ ხანდახან ამბავი ის არის რომ ანუ ეგ რატომ აკეთებ მნიშვნელოვანია რომ თქვა რა აუდიტორიასთან რა, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ მოხვედი პოდკასტით თეორიულად ესე წარმოდგენა მაქვს, შენ მოხვედი, გინდა რომ ცნობილი ადამიანები ან რაღაც თავის სფეროში წარმატებული ადამიანები მოიწვიო და ამით შენ წარმატებული გახდე და ფული იშოო პირობითად რა, მაგრამ ანუ რატო ამას რატო აკეთებ და არ აკეთებ მაგალითად ფულს რატო არ შოულობ რაღაცა კორპორატიულ სამყაროში რა, ეს რაში გაინტერესებს და შემთხარი ძალიან საინტერესო რაღაც ჩაწერამდე. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საინტერესო ადამიანებს დავუკავშირდეო, დაუქონექტდეო ბუნებრივადო რა. იმიტომ რომ ჩვენ შორის ამ პოდკასტის მერე ბევრად მეტი ემოციური კავშირი გაჩნდება, ვიდრე პროსტა რომ მოგეწერა, ხო? და დაუკავშირდეო და ვისწავლო მათი წარმატების საიდუმლო და ჩემ ამბავში გამოვიყენაო. შეიძლება პოდკასტი ესე ბოლომდე წარმატებული არ გახდეს, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა და ეგ რაღაც შენი ამბავია საერთოდ რა და მაგის თქმა აუდიტორიისთვის არის ძალიან საინტერესო და პირიქით არ უნდა დამალო ჩემი აზრით რა და იყო გულწრფელი. მათ შორის თუ რავი, ანუ თუ ფული შოვნა გინდა და ფიქრო რომ ფული უნდა იშოვო და მაგით ვაკეთებ, მაგაშიც იყავი გულწრფელი რა. ვიღაცები წამოყვებიან, ვიღაცები არ წამოყვებიან, მაგრამ
ну გულწრფელობა ხანდახან რაღაც გააჩნია რა ის არის, მაგრამ ძალიან დიდი გამბედავა უჭირდება, მაგრამ შენი ამბავი შენ აი აქ რატო რა რაღაცა იქნებ ჟურნალისტობა გინდოდა ბავშვობაში და მაგით უაკეთებ იქნებ ეგ გინდა რომ აი რა არის შენი ხედვა რა იქნებ გინდა რომ რაღაც წარმატებული რაღაც ანტრეპრენერი გახდე და ბევრ ანტრეპრენერს თუ მოიწო ეგ იქნება რა იქნებ გინდა რომ რაღაცა წარმატებული იუთუბერი გახდე და აი რაღაცა შენი ვიცოლა რო ჩაქთავს და იამაყებ შენით ეგ ისწორდება ეგ არის ამბავი მთავარი რა ანუ და ეგ რაც უფრო ხშირად წამოიწევა თუნდაც შენ პოდკასტში მით უფრო შენ დაგიკავშირდები როგორც იმას რა ქვია ადამიანს რომელსაც უფრო გამისწორდება მოსმენა იმიტომ რომ იმ სტუმარს იქაც ვნახავ პოდკასტის შემთხვევაში კიდე ცოტა სხვანაირია რადგანაც მე მაინც აქცენტი კეთდება სტუმარზე და ძალიან ბოლომდე არ ჩდება ეს პერსონალიტი რა და უფრო მეტი აქცენტი არის სტუმარზე რა მაგრამ ზუსტად ამ პატარ-პატარ რაღაცების გარევით უფრო საინტერესო რაღაც მოხდება ჩემი აზრით რა და ისე ხშირად დავკვირვებულა რომ აი ადამიანებს რა ყავთ ძალიან ბევრი გამომწერები მაგრამ აი ეს აქტიურობა და რაღაც შედარებით უფრო დაბალი აქვს ანუ ასე რომ ვთქვათ ხალხის ძალა რა მაგრამ მინახავს პატარა აკაუნტები რომელსაც სიტყვა შეიძლება 10000 გამომწერი ყავდეს მაგრამ იქიდან 5000 კაცი აი რასაც ის სიტყვის აი ძალიან მიყვებიან და ძალიან მაგრარი და ეგ ყველაფერი მაღაზი არის დამოკიდებული თუ კიდე სხვა რაღაცებიც არის აი პერსონალიტის წარმოჩენის გარდა კიდე რამე სხვა ისინი მაღაზია თავიდან ბოლომდე ანუ ადამიანებს გვინდა ერთმანეთთან ვიყოთ გულწრფელები რა მე თუ შენი გულწრფელი ძრახები ვიცი მე შეიძლება შენ არ დამევასო მაგრამ პატივი გცე რაღაც მომენტში რა და ასევე იპოვი ადამიანებს რომელიც შენი ესმით და შენსავით გულწრფელები არიან რა და როცა შენ გულწრფელი ხარ და არ ატყუებ არ იქცევ ინფლუენსერებით რომელიც რაღაცებს ტენის რა პირობითად რა და რაღაცა ზიზღის შეგზნებას არ უჩენ და ამბობ რომ აი ეგრეა ძმაო რა მე რავი ანუ ამას ამ ფულს ეხა მე ყოველთვის ვამბობ მაგას რა YouTube-ს იმიტომ ვაკეთებ რომ უფრო მეტი ფული ვიშოვო და მე უფრო უკეთეს ვიდეოები გადავიღო მაგას ვამბობ სულ და მართლა ეგრე ანუ რეალურად ქმედებებშიც ეგრე გამოვხატავ რა ანუ ჩემი რაღაც არხის განვითარების პროცესი რო აიღო სულ ეგრეა რაღაც სპონსორები შემოვიდნენ და აი ახალ ეტაპზე გადავიდეთ კიდე შემოვლენ კიდე ახალ ეტაპზე გადავიდეთ და ამაში გულწრფელი ვარ და რავი აუდიტორიასაც ამაზე ველაპარაკები რა ეგ არის მთავარი ამბავი და თუ ისე დაიწყე რომ მე უბრალოდ რავი ანუ ბინდარ პოპულარული ვიყო და თან დავმალე რომ რაღაცა უცებ ბევრი ფული შემოვიდა მე დავმალე რაღაცეები ანუ შეიძლება ვთქვა ეგეც რომ აი YouTube-ს იმიტომ ვაკეთებ რომ მინდა რომ სახლი ავაშენო და ვიტყვი მაგას რა ანუ რავი ანუ ვიღაცეები შეიძლება რაღაც გაბრაზდნენ იმას კნე მაგრამ აი საერთო კაცი აიღე რა ყოველთვის ამბობს რომ ფული მოიტა ფული და რა გისწორდება ძმაო ანუ იმიტომ რომ რავი გულწრფელია მაგ ამბავში და ეგრეც არის ხშირ შემთხვევაში მაგრამ ვიღაცეებს ეხამუშებათ მაგის თქმა თუნდაც რა და ეგ ამბავი community-ს ქმნის ეგ რომ აი ამდენად ახლოს ამდენად გულწრფელი ხარ რასაც ლაპარაკობ რამდენად გჯერა მაგის და რამდენად არაბოლებ ვიღაცებს რა ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე რავი ანუ მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და ჩემთვის თუ რაღაცა ვინმე მკითხავს რომ რა არის თავარი თვისება რასაც ადამიანთან შეგიძლია ურთიერთობაში შეხვიდე არის გულწრფელობა სიკეთე ბოროტება ეგეთ რაღაცები არა იმენა გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა მით უმეტეს მაგრამ აი ამ სამყაროში რა როცა თუ მით უმეტეს ცოტა უფრო მასშტაბებზე გადიხარ რა გულწრფელობას შეიძლება ძალიან გულწრფელობა რას ანუ ისეთი გულწრფელობა რა აი ბრიყული გულწრფელობა შეიძლება ძალიან წამგემიანი აღმოჩნდეს რა რაღაცა ემოციის გამოხატვა უცებ რაღაცაზე რა დროს მიხვდები რომ ბრიყულში გადავდივარ ალბათ კონტექსტები უნდა გაითვალისწინო რა ანუ და ფორმა უნდა შეარჩიო ანუ შინაარსი შეგვიძლია დატო იგივე და ფორმა უნდა შეარჩიო ანუ შენ რავი პირობითად რაღაცას ვიღაცას შეიძლება ძალიან არ გევასებოდეს მაგრამ ითხოვ საჭიროება რომ აი ხლა ეგ თქვა მაგრამ რაღაც ფორმით შეგვიძლია ეგ თქვა რა იმიტომ რომ ჯერ ერთი მაგ გულწრფელობის ამბავსაც ის აქ რა ქვია ლეგიტიმაციაც აქ რა ანუ როდის როგორ იტყვი რა მე რო ჰანგრიმენიდან წამოვედი თუნდაც და მე რო რაღაცებზე მელაპარაკა ჰანგრიმენიდან რატო წამოვედი რა მინდოდა და რაღაცა რა ეხა მაშინ და ეხლა რო შეადარო ეხლა ბევრად უფრო მეტი თავისუფლება მაქვს მაგაზე ლაპარაკეს იმიტომ რომ რაღაცნაირად მინიმალურად თუ მაქსიმალურად დავამტკიცე რომ მე ჩემითაც შემიძლია წარმატებული ვიყო და მაშინ რომ მელაპარაკა რაღაცები პირობითად რა მაშინ შეიძლება მე ყოფილიყავი ისა რა ქვია თვალიშვილის და იმის დაპირისპირება როა შონომალი არა ქართველი მოჭიდავეა ისა ვიცი მოჭიდავე თუ ბოქსიორი ხო ანუ მან სიმართლე რომელია ვერ გაიგებ რა არის სიმართლე ვერ გაიგებ ან მან დაბავშვ ვინ მიქარა ვინ არ მიქარა არ ვიცი ვერ გაიგებ მაგრამ თვალიშვილი იმდენად წარმატებულია
და ის რაღაცნაირად წარუმატებელი რაღაც დონეზე იჯდა სიხეში და გამოვიდა და რაღაცა რა რომ მისი სიმართლე ყოველთვის ცუდად ჭყერს რა და გონია რომ ეს არის რაღაცა პირობითად ბოღმიანი ადამიანი რომელიც რაღაცა შურს წარმატების რა და ეგ ამბავი შენ რა კონტექსტში ამბობ შენ გულწრფელობას ეგეც გასათვალისწინებელია და ეგ როგორ გააკეთო რავი მაგას რავი გონია რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მოაქვს რაღაც ბევრჯერ უნდა მიქარო რაღაც კისერი წაიტეხო ვიღაცაებმა მაგაზე რაღაცა დაგაჰეითონ ისქნან და მე უნდა გაიაზრო რომ ამ კონტექსტში ეს არის სწორი ამ კონტექსტში ეს არის სწორი რა და ხო რა ანუ სულ არ არის ეგ აუცილებელი მაგრამ აუდიტორიასთან მინიმუმ რაღაც გლობალური მიზნები შენ რა გამოძრაობს და რა გინდა და რას გინდა მიაღწიო რა რავი ეგ შენ თვითონ როგორ გახდი თავდაჯერებული უფრო თუ სულ თავდაჯერებული იყავი რაღაც მარტივად შედიოდი ყველასთან კომუნიკაციაში იმიტომ რომ შევიდოებს რო უყურებ აი ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ რაღაც უთხრა რაღაცა ძალიან თავისუფალი ხარ არ გეშინა შეიძლება გეშინია მაგრამ ძალიან კარგად იმაშვები რა მაინც საბოლოო ჯამში იმ რო შემოიხუე იმ ხელა ანაკონდა რა რაღაც მომენტში თავი შემოხედე რომ დავაკვირდი შეგეშინდა მაგრამ მაინც წახვედი ანუ ორი წამიც არ გაჩერდა უნდა დასულიყავი რაღაც ეგეთ შეგრძნება გააკეთე მაინც რა საინტერესო რაღაცა თვალებში რომ აღმოაჩენ ჩემი შეში მე მართლა ძალიან შემეშინდა თავიდან პირველ ანაკონდაზე მეორეზე შედარებით არხიანად ვიყავი რა და ეგეც ხო გამოცდილება ან პირველ ანაკონდაზე აი რავი ისე რაღაც მომენტში ისე შემეშინდა რომ აი რაღაცა მაგრამ მე დავფიქრდი და აი ტიპი რომ მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობს რა იცის რა დაიჭერს თავზე 400 წაუჭერს და იმაშვება და არ მომკვდარა არავინ რა ჯერჯერობით რა კი მითხრა მე რომ ბებიაჩი მოკლა გველმა მაგრამ მანდ უკვე გამოცდილება მქონდა მიღებული ხო და ეგ არის რა რავი ის გამოთქმა როა რომ გამბედაობა შიშია რომელმაც უკვე ილოცა რა ეგეთი გამოთქმა ხო და რა მე სულ მეშინია ყოველთვის მეშინია იმ მომენტში უბრალოდ რაღაც გონებისთვის უკეთებ რომ დავაი გავაკეთოთ რა თქმა უნდა გავითვალისწინო უსაფრთხოების წესები რა რაღაც დონეზე აი ესე რა ისე კი არა აი პრაგმატულად აი ესე რაღაც ქვეცნობიერის დონეზე დაახლოებით უსაფრთხოების წესები გათვალისწინებული მაქვს რა ანუ აი გიჟი არ ვარ რომ ბოლომდე რაღაცა შევაკვდე თუნდაც კონტენტის გამო რა მაგრამ თუ აღმოვაჩენ რომ ჩემი თავში რაღაც ფიქრებია რომელიც შიშია და ეს შიში მომენტ რაღაც დონეზე საზოგადოების ან რაღაც წარმოდგენების ან ფილმების ან რაღაცის გამოხდება აი მაგ ვიდეოში ახლა ჩვენ ადამიანები პროცესში იყვნენ თუ გველები ხო ანუ მაგას თუ აღმოვაჩენ ეგრევე ტვისტი და შევ დავაი რატომაც არა მე შეიძლება რაღაცა მოხდეს მე შეიძლება მიკბინოს და მე შეიძლება ავიკიდო შიში მაგალითად რა მაგრამ რაღაც აი გონებას უკეთებ სკაპ ეგრევე და გააკეთე და სულ ადამიანებთან ურთიერთობით რო დაიწყო რა მაგისთვის კარგი დასაკვირველია ჩემი არ ვიცი შეიძლება ვერ დაინახოს და მალა მაგრამ როგორი ვიყავი თუნდაც წელიწადნახევრის წინ როცა ადამიანებთან ურთიერთობდი რა სულ იცვლება ჩემი მდგომარეობა და უფრო მეცაც გეტყვი რომ საკმაოდ ინტროვერტი ტიპი ვიყავი რა ანუ вообще აქტიური ტიპი ესეთი განსაკუთრებული რაღაცა ყოველთვის სიმარტივეობ რომ მიყვარს რაღაცა და მიყვარდა თავის დროზე ეხა დავიწყე ეს აქტიურობა თორე არ ყოფილა ისეთი რომ რავი ანუ ადამიანებთან ადვილად შევდიოდი კონტაქტში უფრო მეცაც გეტყვი რომ სულ მეშინა და ადამიანებთან ურთიერთობის რაღაცა სულ ფრეიმინგი ეგეთ მქონდა რომ ნეგატივი მოდის უფრო ადამიანებისგან ვიდრე პოზიტივი რა და ზუსტად ეგ გამოწვევები რომლებიც რაღაცა კონკრეტული რაღაცები რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი რაღაც mind blows-ავით რამაც გამოიწვია რომ აღმოაჩინე რომ ვა თურმე რაღაც ფიქსირებული ადამიანი კი არ ვარ შემიძლია რომ რაღაცებში შევიცვალო და გავხდე ისეთი რომელიც როგორი სხვა ადამიანი მომწონს მაგრამ გამოიწვია რომ უკვე აღარ ანუ უკვე ვიცი ეხა რომ ანუ სანამ წავიდოდი მე ზუსტად ვიცოდი რომ გველიც მეშინოდა რა ზუსტად ვიცოდი ეხლა რომ რაღაცა ლისზე რომ გამევლო და გველი გაჩითულიყო იქ აი მაგრა შემეშინდებოდა გავიქცეოდი რაღაც ეგრე ვიყავი მაგრამ იმ გარემოში და მე ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეხლა ჩემი მაინდსეტი შეიცვალა ეხლა გველი რო გაიჩითოს მომენტ ვიცი რომ შეიძლება მიკბინოს და შხამი იყოს მაგრამ ლოგიკურად რო გავიაზრო რაღაც 1 საათი შეიძლება ჩავასწრო შხამი მივიღო ისა ანტიდოტი მივიღო და კაი ნუ დაპანიკტები რა და ეგ ყველაფერი ზუსტად მაგ გამბედაობა მომცა რომ იქ გავაკეთე და მივიღე და აუ არ ყოფილა ესეთი რთული რა მათ შორის მაგაზე იგივეა YouTube არხის დაწყებაზე იგივეა ნებისმიერ რაღაცაზე რა პროსტა სულ ხო ანუ მე შენ არიცი მე თუნდაც დამოუკიდებლად რო დავიწყე YouTube არხი თუნდაც რატომ წავედი Hungry Man-დან მან თუ დამოკვირდები მე საკმაოდ ხელოვნური ვარ რა არ ვიცი რამდენად ჩანს მაგრამ აი რაღაცა ძალიან ბევრი მომემზადე რომ მე თქვა ყველაფერი ბოლომდე და რაღაცეები 4 ჯერ ვცადე თავიდან ჩამეწერე და რაღაც ანუ ეგრე ხდებოდა პროცესი რა და აი
ძალიან დიდი ხანი ვერ ვიწყებდი YouTube-ს, იმიტომ რომ მეგონა რომ შეიძლება ადამიანებს განესაჯა, იმიტომ რომ აბარატო მოდიოდი მე ჰანგრიმეიდან. ანუ ეგეთი ამბავი იყო და არც მჯეროდა რომ რაღაც მომენტში ბოლომდე ანუ ხშირად მჯეროდა რაღაც ფრაგმენტული მდგომარეობა იყო, მაგრამ სულ ყოველთვის არ მჯეროდა რომ რაღაც საინტერესო YouTuber-ი შეიძლება ყოფილიყავი დამოუკიდებელი. უბრალოდ მინდოდა რომ მეცადა რა. და ის როგორ გადავახე ის ეტაპი, აი რო თქვი რომ აი არ ვიყავიო ბუნებრივი, აი როგორ გახდი ბუნებრივი, რა ფილტრი გაიარე ეგეთი რომ აი ხა ეგეთი თავისუფალი ხარ, აი ეხა რო გაგიცანი და ვიდეოებში რო გიყურებ, ანუ რეალურად შენ ხარ რა, არ ხარ რაღაც განსხვავებული ადამიანი არ დამხვდა. როგორ გაიარე ეგ ფილტრი, რა გააკეთე ეგეთი? ექშენი, მუდმივად ექშენი, ცდა და მე თავზე თავზე დაკვირვება. ცდა და თავზე დაკვირვება. ანუ მე ეგრე ვუყურებ რა, ანუ არ უნდა გააკეთო და თან overthinking-ი არ უნდა გადაწყვიტო, მე ამას გავაკეთებ, გააკეთო და მე როცა უკვე ემოციები დაემშვიდე, დააკვირდე რა ხდებოდა. და რა მომენტში იყავი თუნდაც ყალბი, რა მომენტში იყავი ხელოვნური. და რისი გამოწვევა შეგიძლია რა. YouTube ვიდეოების კეთების პროცესი ზუსტად ეგეთია ჩემი რა. მე თუ იმაზე დავიწყე ფიქრი რა უნდა გავაკეთო ვიდეოში, ესეთი ავთენტური აღარ ვიქნები რა. ამიტომ YouTube ვიდეოში რაც მისწორდება და როგორი კომფორტულად იმას ვაკეთებ და მე როცა edit-ზე დავждები და story უნდა სწორად დავაგოთ რომ აყურებელი კარგად წამოვიყვანოთ. მე უკვე ბევრად უფრო დიდი სტრატეგი ვარ რა. რომ აი რაღაცა ზუსტად შენ რაც მითხარი როგორია ისა თქო, ანუ ინტროში რა უნდა იყოს რაღაც. აი უფრო საოფისე მდგომარეობაში გადავდივარ და უფრო ლოგიკურად ვუდგები, ანუ ვთიშავ იმ ადამიანს რომელიც იქ იყო, რაღაცებს მოდიოდა, იქით მიდიოდა, აქ მიდიოდა რაღაცები და უფრო აკადემიურად ვუდგები საკითხს რა. და იგივენაირად არის ნებისმიერი აი ამ გამბედაობის ამბავში რა. მათ შორის ეხლა თავისუფალი იმიტომა რომ მანამდე ვიყავი თუნდაც ვარდო საინძესთან რა, რომელშიც მაინც არაკომფორტულია ხა პოდკასტი ახალი გარემოა და არაკომფორტულია. მე რო ვიყავი, რო წამოვედი, დავაკვირდი, რამდენი ბევრი ხوار ვიტლიკინე ძალიან, რა მივქარე, რა არ მივქარე. ეხა ვიდეოს რო ვუყურებ, ალბათ კიდევ უფრო დავაკვირდები, სად ვიყავი ბუნებრივი, სად არ ვიყავი ბუნებრივი და იმიტომ კი არა რაღაც манипуляცია ჩავატარო და მე ვიყო რაღაც საუკეთესო. იმიტომ რომ ჩემთან ყველაზე თავისუფალი ვიყო და აი რაღაცა ეხლა როგორც ვლაპარაკობ და რაღაც როგორც მომდის ფიქრების დონეზე სიტყვები როგორც მომდის, ეგრე ვიყო თავისუფალი ბევრ სიტუაციებში რა და თუნდაც ახლა ვიდეოების რო აიღო, ვცდილობ რომ სულ ეგრე ვიყო რა. თავისუფლად შევიდე იმ გარემოში რა. ისე კი არა რომ აი რაღაცა მოდი, ეხლა გავხდე მაგარი ტიპი. არა, აი ამ გარემოში თავისუფლად შევიდე და ეგ გამოცდილებები კონკრეტულად მეხმარება რომ სხვადასხვა კონტექსტებში გამოცადა ჩემი თავი და მე დავაკვირდე და მე სხვანაირად მოიქცე რა. და აი ვიდეოს საბოლოოდ აი სამონტაჟოთ რომ მიდიხარ რა. ზოგადად შენი storytelling-ი ძალიან მომწონს და ძალიან ყურადღებას მიქცევია და ყურადღებას ინარჩუნებს. მაგაზე რამე სტრუქტურა გაქვს, რასაც სულ იცავ თუ ყველა ვიდეოში შეიძლება განსხვავებული სტრუქტურით აწყო ეგ ისტორიის ტექსტი რა? არ მაქვს ესეთი განსაკუთრებული სტრუქტურა, მაგრამ მინდა რომ ანუ იმის გარდა შენ რასაც უყურებ, მინდა რომ გააზრების დონეზე კიდევ უფრო მეტი დაინახო რაღაც მომენტში რა, ანუ შეიძლება იგრძნო, მინიმუმ იგრძნო. და აი მაგ კუთხით ვაკეთებ ვიდეოებსაც, ანუ რომ ანუ რისი თქმა მინდა ამ ვიდეოთი ბოლო რა. ანუ შეიძლება ვიდეოს სხვანაირად არის ფორმატი შეფუთული რაღაცნაირად, რომ აი რას გააკეთებ 37 დოლარად არგენტინაში, პირობითად და კოლუმბიაში. ეგრე არის შეფუთული და შენ შეიძლება შემოდიხარ იმ იდეით, რომ აუ მეც რომ მქონდეს 15 დოლარი, ესე იგი რას გავაკეთე, მაგრამ მაგის თქმა არ მინდა ვიდეოში. მე მინდა იმის თქმა, რომ პირობითად რაც ხდება ვიდეოებში მაგით, რომ არსებობს წესები, რომლებიც ხანდახან ძალიან დებილობაა ეგ წესები და შენ შეგიძლია იღადაო ამ პროცესში და შეგიძლია ეგრე გააკეთო და იმის მიხედვით როგორია ჩემი ფიქრის მანერა და ვაფშე სამყაროზე როგორ ვფიქრობ, იმის მიხედვით იცვლება ედიტის სტილიც რა, მათ შორის რა, ანუ შენ როგორც დამოუკიდებელი მაყურებელი რო შემოდიხარ, მე რამე შემიძლია გაგატანო ეგ არის ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ 90% გასართობია და საინტერესო, მაინც რაღაცა ინსპირაციებიც მოგცე მათ შორის, რომ თუნდაც აი ხო, ანუ ვიღაცები წერენ, რომ ფობია მქონდაო და დავამარცხე ფობია უგველისო. ისე რომ ანუ რავი, ანუ ხო რა, ისე რომ ანუ არ შეხებიან გველს ხო რაღაც მომენტში. უცებ რაღაც კონტექსტის ტვისტი მოხდა რა. რა გველი ძალიან ცუდია, ძალიან საიზრებაა და ამ დროს აქ ხიპიანი ტიპი მოდის და იმაში ისერზე იგდებს რა და ეგ ეხა ვიდეოდან ამოვიდა, მაგრამ შინაარსობრივად ეგ მინდა მოყვერო, აი მე რაც მომოძრავებს, მე რაც მინდა და რისი მიღწევაც მინდა, ეს მაიმუნთან ბრძოლა თუნდაც რაც არის რა.
ეგ ისეთი ამბავია რომ შენ შეიძლება პარალელი გაავლო შენზე რომ შენ შეიძლება გინდოდეს რაღაცა ოპერის მომღერლობა და რომელიც რაღაც შენი თან ნათესავები გეუბნებიან რომ შენ დებილი ხო არ ხარ რა ოპერის მომღერლობა აგიტყდა პირობითად რა მაგრამ როგორც ჩემი იდეა ერთი შეხედვით ჟღერს აბსურდულად რა ეგრე შენც რო პარალელს გაავლებ და რავი გაგისწორდება რომ მიგულშემატკივრო შეიძლება შენც მოგწეს ინსპირაცია ამან თუ ეგრე დათქვა და ეგრე გააკეთა შენ რატო არა და სტორის ამბავშიც ეგ არის რა ანუ storytelling არის ეგ ამბავი რომ რაღაცა მიზეშედეგობრივი კავშირი უნდა გქონდეს ყველაფერს რა ანუ რაღაცა რაც ხდება ამის მიზეზია ის რაც მე ხდება და ამის მიზეზია ის რაც მე ხდება ამ სტორი არ უნდა იყოს რაღაცა მე წავედი და ეს ვქენი ეგეთი არ უნდა იყოს რა შენ თუ რაღაც კონკრეტული მიზანი გაქვს ამ მიზნის გზაზე რეების გაიარე ეგენი უნდა მაჩვენო და მაგ ეხლა ძალიან რთულია ბოლომდე ტექნიკურად მაგის შაშლა მაგრამ მაგ ამბის ჩვენებას ვცდილობ რა რომ მე რა მომძრავებს ანუ აი თუნდაც ეხლა ვიდეოებს რო აკეთებენ რა ხანდახან ხდება ისე რომ აი პროსტა უშინარსოდ აკეთებენ ვიდეოებს რა აი წავიდეთ მეგობრება იტალიაში და აი რა მე რა გავიგე იტალიაში მე შემიძლია გავფრინდე და შემიძლია ავიღო ბილეთი და არ მინდა რომ შენ გიყურო რა ანუ თუ რაღაც საინტერესოს გამიზიარებ ანუ თუ ისეთ ფრეიმს მოიფიქრებ რომ მეტყვი რომ აი მე ხა რაღაც $10 გავაძლე $50 სასტუმრო და მეც გამომადგება კი ბატონო მაგრამ ზოგადად ანუ შენ რატო უნდა გიყურო რა ანუ ეგ ამბავი მაგ ამბავზე მიფიქრება ყველაზე მეტად ანუ ხო რა ანუ რატომ უნდა გამოყვე რა რატომ უნდა გამოყვე და ეგ რატომ edit-ში ანუ იმდენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მაგისთვის რომ ეს გარეგნულად არ ჩანს კიდე რა და ჩანს რომ აი კაი ვიდეო გააკეთე მაგრამ მინდა რომ ანუ ჩემი მიზანი არის რომ ერთი რომ მე მივიღო მე გავიზარდო რაღაც საინტერესო გამოცდილებები მივიღო ამ ვიდეოების კეთებით და აი ეგ პროცესი ძალიან მისწორდება რაღაცა ინსპირაციებიც მივცე და ასევე ის რაღაცა 20 წუთიან ვიდეოს გავაკეთებ თუ 30 წუთიან ვიდეოს აი ბოლომდე გადავყვე რა ამ ვიდეოს რაც შემიძლია იმ ეტაპზე და რა რესურსებიც მათ შორის ფინანსური მათ შორის გუნდს რა სკილებიც აქვს მაგის ყუთით საუკეთესოდ გავაკეთოთ რომ აი არ გათიშო რა აი არ დაგეზაროს თუნდაც ყურება რა და მონტაჟის დროს რამე ისეთი გულისწყეტა გქონდია ისეთ კადრის ამოჭრაზე რაც სიტყვაზე ფიქრობ რომ მოგწონს გინდა რომ იყოს მაგრამ აი სტორიში რაღაცა ვერ ჯდება რა ბევრი ანუ რავი ანუ ძალიან ბევრი თუნდაც ახლა აზიაში ვიყავი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გადავიღე და არა მარტო კადრის ვაფშე ვიდეოების კი არ დავდე იმიტომ რომ აი ვერც გავიაზრე ანუ რაღაცა როგორ უნდა მეჩვენებინა ეს აუდიტორიებს არ მინდოდა რომ პროსტა მეჩვენებინა რომ ვა რაღაცა ამ კაი ადგილას იყავი რა მაგარია ეგ არ მინდოდა რა და ბევრჯერ მქონია ეგ თუნდაც აი ნებისმიერ რაღაცას რო აიღო აი რაღაცა საიზღარი საჭმელების ჭამა რო აიღო რა ანუ მაგას აჩვენებ ისე რომ მე მაგარი ტიპი ვარ საიზღარი საჭმელებს ჭამ თუ აჩვენებ ისე რომ ბიჭო ესენი ხო ჭამენ და მე მამეტრად ვარ შევჭამ აი ეგრე აჩვენებ რა ანუ ჩვენ რო აქ ვართ ხალხი აქ ვართ და რაღაცა ხინკალი და მწვადია ჩვენთვის იმათვის ეგ არის და ჩვენც ხო ორივე ერთნაირი ადამიანები ვართ და ეგრე თუ აჩვენებ რომ მე მამეთ მე შემიძლია მაგაცა ვჭამო და რატომაც არა ეგრე თუ აჩვენებ ვაფშე სხვა არის ამბავია და მე მეგობრებო საუკეთესო ჩელენჯი გავაკეთეთ ახლა ლაიქები დამაყარეთ ეგრე თუ აჩვენებ ეგ იზიდავს მაყურებელს რამო გაინტერესებს თემა გაინტერესებს მაგრამ შიგნით როგორ გაყვები ეგ არის მნიშვნელოვანი რაღაცა ღირებულების კუთხით რა მე არ ვამბობ ხარ რომ მე ჩემი ვიდეოები ტოპ ღირებულების არის და ყველა ვიდეოში ეგ არის რა მაგრამ მაინც ყველა ვიდეოში ვცდილობ რომ ეგ გავატანო აი პატარა გავატანო რაღაცას რა რაღაცა რა ანუ თუნდაც დასკვნა იქნება თუნდაც რაღაცა ხუმრობებია და ძალიან ბევრი რაღაცა და თავისუფლება და სილაღეა მაგრამ აი ცოტა გავატანო რაღაცა ეგეთი რომ ღირებულება რომ იმიტომ რომ აი აი სავსედ გზნობ თავს ეგეთი ვიდეოზე რა რაც არ უნდა რეიტინგული იყოს რა რავი და რაც არ უნდა ისეთი იყოს არის ვიდეოები ჩემ შემთხვევაშიც რომელიც განსაკუთრებულად მევასება იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მეც ძალიან გამზარდა აი თუნდაც რავი თეატრში შევარდნის ვიდეო რა ანუ ეგ ისეთი ვიდეოა რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ ბევრი პარალელი გაავლო თავის თავზე რა მათ შორის დაშიჩნავს რომ რაღაც თავის მეგობრებს გამოვაკლდე და რაღაცა შენთვის რო ხარ მაგრამ რაღაცა რას ნიშნავს რაღაცა პირობა რო დათქვი და სიტყვის კაცი ხარ თუ არ ხარ სიტყვის კაცი რას ნიშნავს ის რომ რაღაცა გასაკეთებელი გაქვს მაგრამ ახლა როგორ გააკეთებ ეგ არის ამბავი რა და ეგ გააზრების პროცესები ძალიან ბევრი გააზრების პროცესი მიდის მან და მგონია რომ
მოკლედ ბევრად მეც ვფიქრობ ვიდრე ისა რა გარეგნულად ჩანს რა და მიხარია რომ შენ რაღაცებს ამჩნევ და ეხლა მაინტერესებს ზოგადად აი ქართული YouTube-ს ეს ეხლა რო შეხედო რას ფიქრობ როგორ ვითარდება რა აკლია როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს და ხო არ ფიქრობ რომ აი მომავალში სიტყვაზე როგორც დღეს ტელევიზიას რეიტინგი უვარდება და რაღაცა ვეღარ არის ისეთი როგორც ადრე იყო YouTube-საც შეიძლება ეგრე დაემართოს და განადგურდეს სიტყვაზე კონკურენტების ხარჯზე როგორც აი რა TikTok-ი და Instagram-ი რო იმაშვება scroll-ვის გახდა წარმოდგენა არ მაქვს დაახლოებით წარმოდგენა მაქვს მაგრამ მე მგონია რომ თუ თუნდაც YouTube-ზე ადამიანები რეალურ ღირებულებას მივცემთ ერთმანეთს რა მათ შორის არ არის ეს აუცილებელი რომ რაღაცა ფილოსოფიური ტექსტებით იყოს ღირებულება რა მათ შორის იმ კუთხით რომ რაღაცა თუ ვართობ ბოლომდე გავართო და ამასთან გულწრფელად გავუზიარებ ჩემ გართობას და მე მართლა თუ ვერთობი ამ პროცესით ამას ვაჩვენებ ამას თუ გავაზიარებ რა თუ რაღაცა ვამეცნებ აი ბოლომდე შევამეცნებ და აი გულწრფელად შევამეცნებ რა მაგებს თუ გავაზიარებთ მგონია რომ ძალიან რთულია რომ რამემ შეიძლება რეიტინგულად ეგეთი მაგარი არ იყოს მაგრამ გავლენით მაინც დიდი იქნება რა ამ ტელევიზიასა და YouTube შორის ზუსტად ეგ განსხვავებაა რომ ტელევიზიური მოდელი ხალხს ატყუებს რა ტელევიზიური მოდელია ეუბნება რომ ჩვენ მაგარი ტიპები ვართ და მოდი გვიყურე და მაგრამ კიდია რას ფიქრობ შენ ჩვენზე რა და YouTube მოდელი მიუხედავად იმისა რომ ეხა ბევრმა გადმოიტანა ეუბნება რომ მე გულწრფელი ვარ, მე ჩემ გულწრფელობას გიჩვენებ, მე ჩემ გულწრფელ გართობას ან ჩემ გულწრფელ შემეჩნებას გიჩვენებ და რავია, მოდი დამაფიდბექე და მითხარი და მოდი ერთად გავიზარდოთ რა. ხო და ეგ არის მთავარი ამბავი და ეგეც რატო ხდება? იმიტომ რომ შენ მართლა ორიენტირებული ხარ შენი პოდკასტის გაზრდაზე. შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა რომ მითხარი აღტაცებულმა რომ 400-ით მეტი გამომწერი მოიმატა უცებ ბოლო ვიდეოზე. ესე იგი რამდენს ნიშნავს შენ იმაზე დაფიქრდი რომ ეს ტიპი რომ მოიწვია ამან ეს გამოიწვია, ესე იგი ეს ხალხი მოდის და თან კიდე ფიქრები გაგიჩნდა რომ მაყურებლისთვის ვიტყვი რომ მანამდე ლაპარაკობდით ამ პოდკასტის დაწყებას და რა ხდებოდა რა და შენი წარმოდგენა ის იყო რომ ეხლა თუნდაც კონკრეტული მიმართულების ადამიანი რომ მოვიყვანე ძალიან არაირიოს აუდიტორია ეგ იყო შენი წარმოდგენა მაგრამ თუნდაც ეგ რომ ეგ ფიქრები გაგიშდა და მაგის გადახარშვა დაიწყე უკვე იმდენად ბევრს ნიშნავს რომ შენ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებ რომლებიც მაყურებლებს უნდა იმიტომ რომ მაყურებელმა უკვე თავისით ინტერესი გამოხატა შენ მიმართ ის 400 მეტი გამოწერი რომ მოვიდა შენ სიგნალი მოგცა რომ ვა ესე იგი ამ ხალხს ეს აინტერესებს ხო როცა ტელევიზიურ მოდელში არის ჩვეულებრივად ისა რა ქვია რაღაცა პულტები დაყენებული რეალურ ფიდბექს ვერ იღებ და უბერავ ზოგი ნათესავს მოიყვანს ზოგი პროდაქშენში იმას მოიყვანს ზოგი ატკატებს გადაღუნავს ფულის გაკეთების დროს და ეგრე არის და ანუ არავინ ანუ ტელევიზიაში ადამიანები ზრუნავენ რომ სტაბილური კომფორტული სამსახური კონდეთ არ ზრუნავენ იმაზე რომ შეიძლება იდეის დონეზე ზრუნავენ მაგრამ ეხლა რავი 100,000 ნახვა დავდო თუ 200,000 ნახვა მაინც ის არის შეარების დონეზე არის მაგრამ თვითონ კონკრეტული თანამშრომელი დიდად არ ზრუნავს მაგრამ YouTube-ზე მე არ ვამბობ რომ შენ როგორც დამფუძნებას მათ შორის გუნდსაც ეხლა რასაც მე ვაშენებ და ჩვენ ვაშენებთ რა ყველაფერი გვაინტერესებს და ყველაფერი გვტკივა იმიტომ რომ რავი ჩვენი ნაწილია ეს რა ჩვენ ვაკეთებთ ამას და ჩვენზე ისახება როგორც ემოციურად ასევე პერსონალურად ასევე გამოცდილები და ასე შემდეგ რა და ეგ ის არის მნიშვნელოვანი რომ რადგანაც აუდიტორია პირდაპირ გაფიდბექებს ერთი და მეორე რომ შენ რეიტინგებს პირდაპირ ხედავ ესე იგი შენ ექშენებზე მოქმედებს ეგ ავტომატურად მათ შორის ფიდბექებს იმ კუთხით რომ აუ ცოტა დაზაბული ხო არ იყავ ვიღაცა მოგწერს და შენ დაფიქრდები და ხო არ ვიყავი მამეთ და ტელევიზიაში იმდენ ყიფია ისი არის ის ცალკე და ეს ცალკე აუდიტორია ცალკე დგას რომ მაგ ფიდბექის მიღება წარმოუდგენლად რთულია. ეხლა მაგალითად ბოლო ვიდეოში რომ რაღაცა ის ჩავსვი რა ქვია დედაჩემის voice-ი რა რომელიც დედაჩემმა რომ ნახა ეს ჩემი ანონსის ვიდეოები ჩამოვედი მოკლედ დედაჩემმა ნახა ჩემი ანონსის ვიდეოები და ეგ voice-ი გამომიგზავნა და იმდენად აუთენტური და ბუნებრივი ემოცია იყო დედაჩემი რომ ნერვიულობდა მაგაზე რა რომ აი ეგრევე შემოვიდა ეგ ამოვიდა რა საინტერესო ემოცია ქონდა დედაჩემს ამაზე რა და ეგ ჩავსვი ვიდეოში და ეგეთ რაღაცას ახლა ტელევიზია ხო არასდროს არ გააკეთებს რა რაღაცა წინასწარ გაწერილი სცენარი აქვს ეს არის მაყურებლისთვის საინტერესო იტყვიან და всё ფიდბექს არ ელოდება რა და რეალურად YouTube-ი არის სულ ცვალებადი სულ აი მართლა ცოცხალი პროცესია და რაღაცა ხელი პულსზე გიჭირავს ხელი ის თითეული კომენტარი თუ კარგად დააკვირდები ჰეიტ კომენტარები არიან შენი საუკეთესო მრჩეველები ოღონდ მაგ ჰეიტ კომენტარებსაც აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა
ვინ დგას მაგ hate კომენტარის უკან და რა ინტერესები აქვს მაგის კონტექსტი უნდა გაიაზრო რა. ანუ თუ ადამიანია რომელიც შენ დაგათრიგერებს რაღაც ისე სიტყვას რომელიც შენ გათრიგერებს და აი ემოციურად გაგდებს ესე იგი რაღაც არის შენში რომელიც უნდა გამოასწორო. მაგრამ თუ ისეთ რაღაცა სიტყვის მაგრამ თუ სრულიად არაადეკვატური ადამიანია და რაღაცას დააბრეხვებს რომ აი დაიბოღმა ან რაღაცა მაგას ნუ არ უნდა მიაქციო ყურადღება. მაგრამ ზუსტად ის პირველი ადამიანები არიან აკრას საუკეთესო მრჩეველები, აი ტოპ მრჩეველები არიან მართლა რა, ანუ hate კომენტარებზე მაგარი მრჩეველები არ არსებობენ და ადამიანები ამხელა დროს და ენერგიას ხარჯავენ, რომ ეგ რჩევა მოგცენ და რა მაგარია საბოლოოდ რო ფიქრობ. რა თქმა უნდა ხანდახან როცა ისე დაუნ მომენტები გაქვს ემოციურად გათრიგერებს ეგ ამბავი, მაგრამ ისე რავი, ძალიან მაგარი. მე ზოგადად ჰეითერებს უყურებ, რომ აი თუ ჰეითერები გამოჩნდა არხზე, ესე იგი არხმა გაზრდა დაიწყო და დიდ მასშტაბზე გავედით, იმიტომ რომ აქამდე სულ მეგობრები რაღაცა უყურებენ, ესე იგი მარტო დაბალ ეგეც არის კი. მაგრამ ზრდას მე ახლა რო გითხარ აი ძალიან ბევრი ჰეითერი ყავს, ავი არც ისე ბევრი. რაც ხო მაგას თუ მიყვები არა, მაგრამ ხო რა თქმა უნდა მანდაც იცი რა არის ჰეითერებსაც კიდე ის ამბავიც არის რომ თვითონ ჰეითერს ამდენს დაუტოვებ ეგეც არის რა. თუ მართლა დაადებ კონტენტს და თან გულწრფელი იქნები ამ კონტენტში და აი მართლა თავს მოიკლავ და თან იმას კი არის იმიტომ კი არ მოიკლავ თავს რომ მაინც და მაინც უთხრა რომ ლაიქები მინდა იმიტომ რომ მართლა შენ გისწორდებოდა და მართლა ჩადებ თელ რესურსს და გააკეთებ რა იმას შეიძლება კი არ გაუსწორდე მაგრამ რესურსი არ დარჩეს რომ შენ დაგაჰეითოს იმიტომ რომ სასაცილო გახდება მაგის ჰეითი რა შეიძლება ეგეთი იყოს რა ანუ რავი ანუ ერთმა დამიწერა რომ რაღაც და არ მახსოვს რაღაც დამიწერა ეხლა გუშინ და მე კომენტი ჯგუფში აი ერთმა ადამიანმა დამიწერა გუშინ Facebook-ზე რომ კაკო ხო იცი რომ მაგ ვიდეოით ვერ გაკაჩე ცოტა რეიტინგულები მოიფიქრე არა და აფეთქდა ამით ვიდეო რა და ეგ ხო ავტომატურად სასაცილო კომენტარია რა და ეგ კომენტარი რომ ავტომატურად სასაცილოა შეიძლება სხვას მართლა თუნდაც ჩემ წარმატებას შეიძლება ცოტა დაიბოღმოს მაგრამ ეგეთ კომენტარს ვეღარ გააკეთებს იმიტომ რომ მიხვდება რომ თვითონ ჩაიგდებს სასაცილო მდგომარეობაში თავს რა და რა თქმა უნდა ჰეითერები არ მოგშორდება მაგრამ თუ რაღაცნაირად ან საქმით ან რაღაცა ღირებულებებით ან იმით რომ შენი გულწრფელობით და ამ შემდეგ დამტკიცებ რომ აი მე რავი ვაკეთებ ძმაო რა ხო ხედავ რომ ვაკეთებ აგერ რავი რეიტინგებიც მაგ რაღაც ვიღაცებს რაღაცა თუ მაგას დაუტოვებ შეიძლება სივრცეც კი არ დაუტოვო რომ ეგრე დაგაჰეითოს და ნუ მე იპოვიან მიზეზებს და რა თქმა უნდა ეხა მაგას თუ გადაყვე ყველა ადამიანი ერთნაირად არაზრუნებს და იმ ადამიანების თავში სხვანაირად მუშაობს სამყარო და რა თქმა უნდა ხანდახან ლოგიკურია რომ ეგენი ეგრე ამბობენ იმიტომ რომ ეს დამიწერია ჰეით კომენტარები როცა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი რა წლების წინ რა და იმიტომ რომ ძალიან ყველანაირი ადამიანი ყოფილვარ რა რომელიც და რაღაც გამომვილი ეგ მდგომარეობები რას ნიშნავს ემოციურად ეგეთ მდგომარეობაში იყო ეგეთ დაბალ ენერგეტიკულ ლეველზე იყო რა იმიტომ რომ რავი ანუ ის ღირებულებები თუნდაც რაც ეხლა მაგ ჩამოყალიბებული მაგის აბსოლუტურად რადიკალური ღირებულებები მქონდა თავის დროზე რა მათ შორის იმაზე რომ გაზრდაზე ანუ რაღაცა საქმეს რო აკეთებ და გაიზარდო არ მჯეროდა მაგის რაღაცა სხვა რწმენები მქონდა რომ რაღაც ან ნიჭიერი ხარ ან ვანზიტივი ხარ მათ შორის რავი ბევრ რაღაც ჰომოფობიც ვიყავი რავი ძალიან ბევრ რაღაცაზე მოკლედ რა ყველანაირი ვიყავი მოკლედ რა და მეშინოდა ადამიანებთან ურთიერთობის მეშინოდა რაღაცა აზრის გამოხატვის აზრის დაფიქსირების ანუ ყველანაირი ვიყავი და ბევრნაირი ვიყავი ყველანაირი ტოპ გამოცდილებით არ ვარ ბევრი გამოცდილი ტიპები არიან ჩემზე მაგრამ ბევრნაირი რო ვიყავი დაახლოებით წარმოიდგენია რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ის ადამიანი დღევანდელი გადმოსახედიდან ეხა როგორ კაკოსას ახასიათებ აი როდა უკან დაგაბრუნდა და ერთი რჩევა რომ მიგეცა მარტო რას სიტყოდი თან ის ტრენდულია ეგ ფრაზა ხო იცი რა არის რომც მიმეც ერთი რჩევა მაინც არ მიიღებ და მაგ რჩევას იმიტომ რომ იმ აზროვნების კაკოს ის იმიტომ რომ მე ხა რავი მაშინაც თუნდაც და მერეც ხო რაღაც უსმენ რაღაცებს პოდკასტებს უსმენ იმას უსმენ ჯერთი ვინ გაძლევს რჩევას მნიშვნელოვანია მაგას თუ გავიაზრებთ რომ მე მომავლიდან ვარ და მე ვეუბნები და ის დავაი მოდი გააკეთე ყველაფერი რასაც აკეთებ ოღონდ უფრო სწრაფად მაგას ვეტყოდი რა იმიტომ რომ ზუსტად მაგან მომიყვანა იქამდე რითიც კმაყოფილი ვარ ახლა რა და ანუ არ შეგეშინდეს გადაწყვეტილებების რომლებიც არ შეგეშინდეს შედეგები გადაწყვეტილებებზე შედეგების იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაცებს ისწავლე და ცხოვრება არ თავდება არც ერთი გადაწყვეტილებების მიღებით რა მაგას ვეტყობი თუ გჯერა რაღაცის ამ მომენტში გააკეთე
რა თქმა უნდა ერთი წლის მერე იფიქრებ რომ ეს სისულელე იყო ამის კეთება, მაგრამ ეგ იმდენ გამოცდილებას მოგცეს, ვიდრე უექშენობა რა. და ალბათ მაგას ვეტყოდი უფრო მეტად, რომ რავი, ანუ რასაც ოდნავ მაინც ფიქრობ, ანუ თუ არჩევანი გაქვს, რომ არ გავაკეთო თუ რაღაცა ცოტა გავაკეთო, ცოტა გააკეთე. მაგას რა. სხვას არაფერს, იმიტომ რომ აი ესე მიდი, ანუ ადამიანი გააჩნია რა მდგომარე რა იმაზე მეც ახლა ვინმე რომ მოვიდეს, შემზე ბევრი წარმატებული და მითხას კონკრეტული ხედვა როგორ უნდა წავიდე, შეიძლება არ მივიღო ეგ და რაღაც შეიძლება ჩემმა ეგომაც კი დაბლოკოს ეგ რომ რას მასწავლიც მოვა და რაღაცა რა. შეიძლება პირიქით გავხსნა, ვცდილობ რომ გავხსნა ეგეთ შესაძლებლობები, მაგრამ შეიძლება არ მივიღო, იმიტომ რომ მე რაღაცა აი ამ აზროვნების ამ მდგომარეობაში ვარ და ჩვენ შორის რაღაც გეფია, ხო? ხო და ეგეც მნიშვნელოვანია რომ ეგ მივიღოთ რა, ანუ რაღაცა მეც იდეაში ზუსტად ეგრე ვარ, რომ რამე ვიღე რაღაც წიგნი წამოკითხა, ანუ ვიღაცას შევა მოიცა რომ ესქენი, შეიძლება ყურადღება ვაფშე არ მივაქციო რა, მაგრამ მე თვითონ როცა უკვე რაღაცას ვაკეთებ და კონკრეტულად რაღაც სირთულეს გადავაწყდა და მაინტერესებს მაგის აღმოფხრა, მე თვითონ ვეძებ პასუხს და შეიძლება იგივე პასუხი იყოს მაგის ფორმულა რომ ავდგე და აი ეს პრობლემას გადავაწყდე ხა მაგ სიტუაციაში ვარ და რომ მირჩევს უფრო ავითვისებ და უფრო ასე გამოვიყენებ მაგ რჩევას, ვიდრე ადრე რო ეთქვა, ადრე შეიძლება გამეტარებინა. ზუსტად მაგიტოც ძალიან არასწორია ჩვენი განათლების სისტემაც. ზუსტად მაგიტო რომ არ არის იმაზე ორიენტირებული, შენ რა გამოწვევები გაქვს და მოდი ეგ გამოწვევები გადავჭრათ რა, არის რაღაც თეორიებზე ორიენტირებული. ეს თეორიებს გატენია და არანაირი კავშირი არ არის შენ გამოწვევებთან და ამ თეორიებს შორის რა. და ეხლა მით უმეტეს რა, ეხლა ბავშვები ChatGPT-ით წერენ დავალებებს, რაღაცა გამოცდაზე ChatGPT-ით გადიან სკოლაში რაღაცა და იმ ადამიანებს თუნდაც რა ვერ აუხსნი, რომლებიც სამწუხაროდ საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ და ეგეთი მენტალობით არიან. თუნდაც მოხცოვან მასწავლებლებს ვერ აუხსნი, რატო არ არის მნიშვნელოვანი ამის დაზეპირება პირობითად რა. იმიტომ რომ მთელი სისტემა მაგაზე მუშაობდა, რომ ეგეთი მსოფლმხედველობა ჩამოეყალიბებინა. ხო და მაგალითად ზუსტად მაგიტოა განათლების სისტემას პრობლემები, რომ რავი, მე მაგალითად რავი, დიდად ანუ ალბათ ჩემს შვილს სკოლაში არ მივიყვან რა. ამ ტიპის სკოლაში არ მივიყვან რა. უფრო ისეთ სხვანაირ განათლებაზე წაიყვან, ანუ თვითგანვითარება წიგნები და რაღაც ეგეთი. ხო, ანუ რაღაცა უფრო თუ მექნება რესურსი, რაღაცა სახლში ჰომსკულინგი, რა თქმა უნდა, წრეებზე სიარული და კომუნიკაცია და რაღაცეები კი, მაგრამ ის რაც ახლა თანამედროვე სკოლებში ხდება და რა თუნდაც სტრესისას გადის ბავშვი და თან რა იმას რა ღირებულებას იღებს სკოლიდან რავი ანუ ვაფშე არ ვიცი რა მით უმეტეს ახლა რომ ყველაფერი იცვლება რა გუშინ რასაც 10 საათი შეიძლება დაჭირებოდა იმით რაღაცით ადამიანური რესურსი დღეს 20 წამში შეიძლება AI-ი გააკეთოს და ამ დროს სკოლაში ისწავლება ტრიგონომეტრია რა რომელიც საერთოდ არაფერში არასდროს არ გამოგადგება რა არასდროს არ გამოგადგება და თუ გამოგადგება ის რაღაც ნახევარ სემესტრიანი ერთ სემესტრიანი მასალა თუ დაგჭირდა და მართლა გამოწვევის წინაშე დადექი ის ერთი სემესტრი კი არა როგორ არის სკოლაში ხო სემესტრები ხო ეგ ერთი სემესტრის მასალა შეგვიძლია 3 დღეში ჩაუვიდე ChatGPT-ს თუნდაც და აგიხსნას ყველაფერი დეტალურად რომ მე შენ გაიაზრო რა ხო ისე ხა გამოწვევებზე საუბრობ და მაგრამ აი ისეთი იუთუბერი რო ავიღოთ რომელიც აი ძალიან დიდი ხანია ცდილობს რა მაგრამ რატომღაც შედეგს ვერ დებს და არ გამოდის რას ურჩევდი ეგეთი იუთუბერს როგორ უნდა მოიქცეს ანუ არ დანებდე, ოკეი, არ ნებდება და მუდმივად დებს ვიდეოს სიტყვაზე რამდენიმე წელიწადია, მაგრამ რაღაცა ვერ დებს, შევა ფინანსურ შედეგებსაც და ასევე ნახვების შედეგებსაც. იცი რას ურჩევდი? თავის ახლობელ ადამიანებს კითხოს რჩევა, ოღონდ დააკვირდეს არა მარტო ახლობელს, კითხოს წარმატებულ ადამიანებს რჩევას, ანუ ჩვენ რა ყოველთვის შეიძლება ეხლა ძალიან ბევრი request-ი მომივიდეს ერთი ვიდეოს გამო და ყველას უცებ ყურადღება ვერ მივაქციო, მაგრამ პირიქით ადამიანები ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად რა. აი დაივიწყე, აი ერთმა ადამიანმა მომწერა რას მირჩევდიო რა. რას მირჩევდიო რაღაცა YouTube ვიდეო გააკეთა და რას მირჩევდიო და ძალიან დიდი დრო დავუთხარი რჩევა, რასაც ფიქრობდი ლოგიკურად რა და საერთოდ არაფერი არ შეცვალა რა. და მე რო დავაკვირდე შემდეგ ვიდეოში რა და იმ ვიდეოშიც ვთხარი რომ აი thumbnail-ი შეცვალეთ თქო რა ამ thumbnail-ში მაგალითად შენს მოგხსენებდი რჩევას რომ აი ლოგოზე პოდკასტი რო აწერია არაფერს არ იძლევა ესეთ უამრავი პოდკასტი არსებობს შენ ლოგოზე პოდკასტი რო აწერია რას იძლევა რითი არის საინტერესო დასამახსოვრებელი მე ვეცდებოდი რომ შემეცვალა რაღაცა სხვანაირად აი რაღაცა უფრო დასამახსოვრებელი მექნა წარმატების ფორმულასთან არ არის კავშირში რა და უკვე წარმატებულ ადამიანებს
კითხე ამ სფეროში რა და არ გაგიტყდეს მაგით რა ანუ მე კაკო რო ქვია ჩემ არხს იმიტომ კი არ ქვია რომ თავიდანვე მეგონა რომ კაკო უნდა დავერქვა იმიტომ რომ ჰიტა მითხრა რომ კაკო არ ჯობია დოპამინის დარქმევასო მეთქი ბაზარი არ არის ხო კაკო ჯობია რა ადამიანებთან რო ურთიერთობის ფორმატი რო ძალიან აქტიურად შემოვიტანე იმიტომ კი არ არის რომ რაღაც თავიდანვე გრძნობდი რომ ადამიანთან ურთიერთობაში მაგარი ვარ ან საინტერესო ვარ ან რაღაც იმიტომ რომ გოტა მითხრა რომ ეგ შემიძლია საკლიაო რა და ეგეთი რჩევები ანუ მე თავის დროზე არ ვიყოფილა ეხლა რაც ოდანაც მაქვს ეგეთი რა თავის დროზე ვიყავი მიუხედავად ჰანგრემენის გამოცდილებისა ვიყავი მაინც დამწყები რომელსაც მაინტერესებდა რაღაცა როგორ საინტერესოდ როგორ გავაკეთო იდეები რა და რა ვკითხე ადამიანებს რომლებიც ჩემზე უფრო წარმატებულები იყვნენ იმ პერიოდში რა ხო და ეგრეა რა ანუ რავი არ დაგეზაროს კითხე და რაღაცას გაგიზიარებს რა მათ შორის შენ შეიძლება ეხლა მე რო გითხარი პოდკასტზე შენ შეიძლება იფიქრო რომ აუ ძმა 10 დღე ვიმუშავეთ ამაზე აი რაღაცები მოვიფიქრე და ეხლა შენ მეუნები რომ შევცვალო და რაღაც ეგოზე მოგხვდეს თუნდაც ან რაღაცა მაგრამ რავი ანუ თუ მენდობი და თუ იღებ ჩემ გამოცდილებას და თუ აი შენი თავის მიღმა გამოხვალ და დაფიქრდები რომ რას იძლევა ჩემ ლოგოზე ეს პოდკასტი პოდკასტი არის ასობით საქართველოში უკვე რა რამის იძლევა თუ მაგას ვიკეთები შეიძლება შეცვალო შენს და ბაზარი არ არის ეს პოდკასტი რა თავიდან რომ დავიწყე პირველი ეპიზოდი ჩავწერე ზუსტად 1 წლის წინ რა იმიტომ რომ მინდოდა აი მას დამეწყო და ოღონდ თავიდან რომ დავწერე აი ამდენი კამერა მჭირდება რაღაცა ძალიან დიდ ხარჯებზე ავედი და მე ვიფიქრე ხა წავალ სპონსორებთან თქო რაღაც წამომყვებიან თქო იმიტომ რომ ბიზნეს პოდკასტია თქო საქართველოში ანუ ბიზნეს პოდკასტი ესე არ იყო რა ეწინა წელს რა ეგეთი ბევრი და მივედი არავინ არ წამოყვა 1-50 კომპანია ჩამოწერე ყველასთან მივედი შევხვდი რაღაცა და არაფერი გამომივიდა რა მაგ და ბევრმა მითხრა ძალიან ბევრი კაი კომპანიაში რაღაცები დამარიგეს რომ მოდი ჯერ სატესტოდ გადაიღეო დადე შეხედე როგორი გადაიღებ როგორ ან რაღაცა და ავდექი რაღაც სტუდია ვნახე იქ გადავიღე პირველი ჩაწერა და მე არ დავდევი იმიტომ რომ ერთი ანუ არ მინდა თქო რომ ჩავარდა მქონდეს თქო და მოდი ისო სპონსორს იმას ვიზამ თქო ვიშოვი თქო რა და ბოლოს ვერ ვიშოვე და სულ ხანი დავანებე თავი და დავიწყე მუშაობა რომ მეშოვა თანხა რომ მე თვითონ გამეკეთებინა ეგ ყველაფერი რაღაცები დამეგობრებინა და მე გავიდა 1 წელიწადი ამასობაში რაღაც სამსახურში ვიყავ რაღაცა და მე რო თქვი რომ всё ძალიან დიდი ხანი გავიდა თქო იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოჩნდა უკვე ბიზნესზე და მე თქვი всё არ ჩამოვრჩე მაგ ყველაფერს თქო და სამსახურიდან წამოვედი მაგ ეტაპზე დანაზოგი მქონდა რაღაცა და ავდექი და всё დღეს უნდა დავდო თქო რა შევხედე ფოტო რაც მქონდა ძალიან ადრე დაგეგმილი როგორ უნდა იყოს თქო ისე საშნელი იყო მე თქვი კაი არ მინდა თქო ეგრევე AI-ს დავაწერინე ჩავიწერე და დავდევი და ეგრევე დავდე და დავიწყე იმ მომენტში რომ всё აღარ უნდა გადავდო თქო ხანდახან ეგზამენ შემოვანე რომ უცებ წამიერად გააკეთო მაგრამ აი თუნდაც რა როცა ამბობდი რაღაცა როგორ ვითარდები ან რაღაცა თუნდაც აი მაგან რა გასწავლა ეგ არის მნიშვნელოვანი რა იმ კომპონენტთან რომ მიხვედი და რომ ეგრე რომ დაგხვდნენ მაგან რა გასწავლა რო უკეთესი გამختارიყავი მოლაპარაკების იმიტომ რომ მივედი საერთოდ არ ვიცოდი პრეზენტაცია როგორ გამეკეთებინა რაღაცა და ძალიან ბევრი რაღაც დამანახა რაც თუნდაც მეც მაკლდა არ ვიცოდი რომ გასაუბრებაზე მივედი ხმა მიკანკალებ და ვერ ვლაპარაკობდი და აი მე ვთქვი რომ რაღაც всё ის არის თქო რა ხო იმიტომ რომ შენ ნახე იმათ აქვს თავიანთი გამოწვევები იმ კომპანიებს რა იმათ რაღაც ბიუჯეტი აქვს დაგეგმილი და ეგ ახლა თუ რაღაც არ მუშაობდი შეიძლება თლად ბოლომდე შეხება არ გქონდეს მე რადგანაც მარკეტინგში მუშაობდი რაღაც პერიოდ დაახლოებით ვიცი როგორ არის რა იმათ რაღაც ბიუჯეტები აქვს დაგეგმილი იმათ რაღაც გამოწვევები აქვს ვიღაცები მეილზე წერენ ვიღაცები მოდიან და ეუბნებიან ესე და ოვი ანუ არ გვაქვს არა აქვთ მაგდენი დრო რომ აი ეს დაუთმონ და მით უმეტეს თუ ხმა გიკანკალებს და თავდაჯერებული არ ხარ დაგიჯერო და ამ დროს რაღაცა მართლა უნდა აჩვენო რომ შენ ამის გამკეთებელი ხარ აი ხა შენ რომ მომწერე რომ მაინტერესებს განვითარებაზე კონტენტზე რაღაც მაგ მიმართულებით ლაპარაკი და მაგ მიმართულებით რაღაც წარმატებაზე და რაღაცას ლაპარაკი ეგ რომ მომწერე მაგან დამაინტერესა მე გადავედი არხზე და ვნახე რომ საინტერესო ტიპები ყავდა მოწვეული რომლებიც მეც მაინტერესებენ ბრენდინგზე მათ შორის რაღაცა მიუყვები მაგ ადამიანს და მაინტერესებს მისი ხედვები მან გამიშთა სიგნალი რომ ეს ადამიანი რაღაც საინტერესოდ მიდის ვითარდება და რომ მივალ არ მეტყვის რომ რავი მოდი შეჩემე ხა შაურმები ვჭამოთ
ეს მოლოდინი არ გამიჩნდება რა რომ მივალ და იქ რა კომფორტულადაც ანუ თუ ეს ადამიანები იყვნენ და კომფორტულად იყვნენ მეც მაგას შეიძლება ყველა ვიდეოს არ უყურო და ძალიან ცოტას უყურე მაგრამ ეგ სიგნალი მოვიდა რა იგივენაირად კომპანიასაც ეგ უნდა ეხა რაც არ უნდა ის ვიწუწუნოთ რომ აი ქართული YouTube-ს ყურადღებას არ აქცევენ და ისა და ესა ეგეთია რა ანუ ბევრი არ უყურებს საერთოდ მარკეტერები და ჰედები და ვიღაცები საერთოდ არ უყურებს YouTube-ს რა ეგეთია მაგრამ შენ რა შეიძლება რაღაც TikTok-იდან ამოვარდე იქ Instagram-ზე ამოვარდე დაინტერესდეს და მე წამოვიდეს მაგაზე რა და რაც უფრო მეტი პროდუქტი გექნება და ნაკლები სალაპარაკო გექნება მით უკეთესია თავიდან სუიწვალებ სულ უნდა ეხვეწო ვიღაცებს მე უნდა იოცნებენ რომ შენთან მოვიდნენ ეგრე არის ამბავი რა თავიდან იფიქრებ რომ აი მე რა უსამართლოა ეს სამყარო როგორ არ პასუხობენ როგორ არ მიწვევენ როგორ არ იმას ქნიან მაგრამ ეგრეა რა ანუ როგორც შენ რაღაცა ვიღაცამ რო გთხოვოს ეხა ადამიანმა რომელსაც პირობითად რავი შენთვის ხო უფრო კომფორტულია მე რომ მოვედი და ვიღაცა სხვა ვიღაცას 1000 გამომწერი არ ყავს ეგ რომ მოვიდა იმიტომ რომ შენ ღირებულებას გაძლევ რაღაცას გონია რომ რაღაც ვიცი და მე ამას გიზიარებ და ასევე შეიძლება აუდიტორიას დაინტერესდეს და შემოვიდეს გვისმინოს რა იგივენაირად პირიქითაც ხო არის რა ანუ შენ მე რა ღირებულებას მაძლევ ანუ როგორც კომპანიას რა ღირებულებას მაძლევ თუ რაღაცებს მეტყვი ეგრე მე ლაპარაკება 1000 კაცი კიდე რა და ამიტომ ჯობია რომ გაიჭირო შენ ჯერ მაგით იმით პროდუქცია არ ვქნი მარტო იმასაც აჩვენებ რომ შენ მართლა მონდომებული ხარ შენ პროსტა ფულის საშუალებლად კი არ გინდა შენ იმენე ჟინი გაქვს მაგის კეთების და დავაი გააკეთე და მაჩვენე რა აი როგორც ის არის ხო იცი აი მაგარი ბიზნეს იდეა მაქვს რომ უწერენ ვიღაცებს და ვის ინაქციის ყურადღებასო და ტიპს 2 საათს ვერ გამოყოფინებ რომ მაგ ბიზნეს იდეაზე ცოტა ხანი იმუშაოს რა ეგრე არის ზუსტად აქაც რომ დადე რა პროდუქტი მაჩვენ მით უმეტეს თანამედროვე ციფრული სამყაროს პირობებში ამ პროდუქტის დადებას რა უნდა რა ტექნიკურად რო აიღო რა ემოციურად შეიძლება რთული იყოს იქ რაღაცა კამერასთან გამოჩენა ის მაგრამ დადე რა პროდუქტი მაჩვენე და მე მოვდივარ ძმაო ეგ არის ამბავი ალბათ ისე სპონსორებთან სიარულის დროს ყველაზე სირთულეს რასაც გადავაწყდი ერთ-ერთი ის იყო რომ აი და მაგაზეს გეტყვი რა სპონსორ ანუ თან არასწორია სპონსორთან დაიწყო თავიდანვე ანუ შენ არ ხარ შენ მშობელს არ ეძებ რომელიც შენ დაგაფინანსებს რა იმ სპონსორმა ღირებულება უნდა მიიღოს რა და რატო უნდა ანუ თუ აი ბიზნეს პოდკასტი რო საშა კაცმანი არსებობს ხო ეგეთი მაგ კაცს აქვს იმდენი რესურსი იმდენი ნეტვორკინგი იმდენი კონტაქტი რომ ვიღაცასთან რომ მივიდეს და უთხრას რომ მოდი მე პოდკასტ ვიწყებ ის ენდობა იმიტომ რომ ბევრ განუნახავს საშა კაცმანი მოусმენია აზრზე არის და კი ბატონო დაიწყობს მაგრამ შენ როცა სხვა ანუ რეალურ ცხოვრებაში ისეთი გამოცდილებები შეიძლება არ გაქვს რომელიც აჩვენებ მაგას რა რავი რატო უნდა გენტოს რა და თავიდანვე რო იწყებენ ადამიანები მოდი სპონსორი ახლა აი ამის მაგერად ეს აი ჯერ თუ უკვე გაპაფსავებული ეგ თემა რა ძალიან გაპაფსავებული აი ზუსტად იგივე კონტექსტში მოთხოვო ადამიანებს რომ აჰა ამის მაგერად ეს მოხდებოდა ეგ რაღაცა თუნდაც კრეატიულს და ახალს თუ მოიფიქრებ პირიქით იმ სპონსორის ინსპირაციასაც მიცემ და აუდიტორიას დაგაფასებს რა და მეორე რავი ანუ ხო ანუ ლოგიკურად თუ დაშლი შენ რატო ხარ საინტერესო ამ სპონსორისთვის მაგაზე იფიქრე და არა მე უნდა მათ შორის შეფუთე შენი თავი მათ შორის გამოკვეთე ის აქცენტები რითი ხარ შენ საუკეთესო რა რო აი კი ძმაო ვიცი ეს და შეიძლება წერდეს და გეუნებოდეს მაგრამ მე აი ასე ვარ აი წარმოიდგინე რავი ანუ ჩემი ოჯახიც მეც და რაღაც ჩემი მეგობრებიც ყველა რაღაცა იმას რა ქვია ალდაგის ხმარობს რა პირობითად ალდაგის დაზღვევას ხმარობს და ზუსტად ვიცი თქვენ რა პროდუქტებიც გაქვს როგორც გაქვს და ზუსტად ვიცი როგორ ჩავსვა ჩემი მასში აი რა მომენტში შემოვიყვანო ყველაფერი აი ეგრე აი მინიმუმ აი პროდუქცია თუ გადაიყვან და მაგას დაელაპარაკები წამოყვება მაგრამ ესე ტრაფარეტულა თუ მიხვალ და დამასპონსორე რატო ის სპონსორი იმ სპონსორის ანუ მარკეტინგული ხარჯი ყოველთვის ხარჯია შესაძლოა მაინც ნაკლებად არის ანუ ხარჯია რა იმ ხარჯმა უნდა მოიტანოს რაღაც შედეგი, რაღაც გავლენა უნდა მოახდინოს. და შენ თუ ბოლომდე ჩაუშლი, რომ მე აგერ ვარ ბიზნეს პოდკასტი. მე წარმოიდგინე როგორი ტიპი მეყოლება ადამიანი, რომელსაც ბიზნესს იწყებს, ან სტარტაპს იწყებს, რომელსაც რაღაც თავის განვითარება აქვს და რაღაცა და აი ამ დროს აი ეს საჭიროება რომ გაუჩნდება. ამ დროს ჩვენ აი ეს პროდუქტი შეგვიძლია შევთავაზოთ. აი ეგრე თუ ჩაუშლი კიდევ უფრო დაინტერესდება და პროსტა თუ ეტყვი რომ მოდი დამასპონსორე რატო
შენ გარდა ბევრი პოდკასტია რა. ისე შენ YouTube-ზე გაქვს ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან მაგარი რეკლამები რა, ძალიან მაგარი ინტეგრაციას უკეთებ ვიდეოში. ეგ ძალიან მომწონს და შეიძლება რამე ერთი შევამომცე, აი როგორ უნდა შექმნა კარგი რეკლამა YouTube პლატფორმაზე. მადლობა. მაგ ნაწილში მე მეფიქრება მანდაც კონტექსტზე რა. ეხლა მით უმეტეს ყველას ტელეფონი აქვს ხელში. ყველა ციფრულ სამყაროშია და ყველა რეკლამას გვტენის საერთოდ. და ყველა. და მან რეკლამის შემოტენვა რა, ანუ მათ შორის ეგ რეკლამა შენ შეიძლება ყველა ბოლომდე ვერ აღიქონს, მაგრამ გულწრფელია, არა გულწრფელია, რაღაცა მისრულებ, არ მისრულებ, ეს ყველაფერი იმდენად ისაა რა ქვია, ეგრევე გიჩნდება, შენც ხო ეგრე გიჩნდება, სკროლავ TikTok-ს და უსებ. მეგობრებო, დღეს ვიყავი და იცით რა შემოთავაზება მივიღე, ანუ რაღაც ნებისმიერ რაღაცაზე. დღეს აღმოაჩინე მაგარი მარკეტი, რომლებიც საუკეთესოა ამ ფასებით. შენ ხო ეგრევე ეს ტვინში გიჩნდება ეს მექანიზმი, რომ აუ ეს ხო 1000-ჯერ ვნახე და იგივე. ეს ხო იგივეა, ჩასკროლ ეგრევე. და ეგ იმენა ბომბავს თელი ციფრული სამყარო მაგ რეკლამებით რა. და რაღაც ყურადღების მიქცევაზეა ისა რა. ხო და მე უყურებ ეგრე რომ ანუ ისე უნდა შემოვიყვანო, რომ არ გაგაღიზიანო შენ და თან არ მოგყიდო პროდუქტი. მე უნდა გითხრა ინფორმაცია ამ პროდუქტზე. შემიძლია ეს ხუმრობით გითხრა, შემიძლია არც ხუმრობით გითხრა, შემიძლია ვიღადაო, მაგრამ აი ცოტა ანუ უკეთესი გავხადო შენი ხასიათი, ან მინიმუმ არ გავაფუჭო, ისე უნდა გავაკეთო ეს რა. და ამ ყველაფრის კეთებაში მნიშვნელოვანია რომ ზუსტად თუნდაც storytelling-ის კუთხით ორგანულად ჩავსვა ეს, რომ ანუ რაღაცა ღადაო ბავშვებზე, ამ დროს შემოვიყვანო ის ბავშვების ჩასახვის რეკლამა რა და ერთად ვიღადაოთ მაგ პროცესზე რა. რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცაზე იმაზე დაფიქრდი, რომ შენ როგორ მიიღებდი სხვა პოდკასტში რომ მოგესმინა იგივე რეკლამა აი ამ ფორმით. გამორიცხე ის რომ შენი мотиваციები, გამორიცხე ის რომ შენი სპონსორს უნდა რომ ისე მე პრობლემები მაქვს სპონსორებთან ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპონსორი ცნობია რა. პირდაპირ აი ჩემი ის თუ არ გამოჩნდა ესე, იმიტომ რომ ეგრე ტრადიციულად არიან ახსნილები, მაგრამ მე რავი ანუ ვიბრძვი რომ ეგენი შევცვალო, ეგეთი ადამიანები შევცვალო და ვიბრძვი რომ უფრო კაი ტიპები მყავდეს სპონსორებო და ჩვენ თემთან ვინ შემოდის სპონსორად ყველა კაი ტიპია რა, მოკლედ ანუ აზრზე მოსულია რა და ვინც რაღაცა აი ჩვენ ხედვებს ეწინააღმდეგება რაღაცა მაგრამ კიდე კი ბატონო ეგ წინააღმდეგება მე შემიძლია რაღაც დონეზე მოგიწვნა თავი და გითხრა რომ ეგრე არ არის და ეგრე აღარ მუშაობს ეგრე და შენ რო იმით რა ქვია მარკეტინგის ციგნებით გაიზარდე TSU-ში რო სწავლობდი მარკეტინგის მენეჯერო რა ეგ მარკეტინგი იცვლება ეხლა და ვაფშე სხვანაირი კომუნიკაციები მიდის რა მე შემიძლია მაგეებზე გელაპარაკო მაგრამ გააჩნია რა რამდენს ხანს ვილაპარაკებ რა რაღაც დონეზე მივხვდები რომ всё ამათ სხვა სამყაროა თან და მოვა რა მაინც მოვა ჩემთან სპონსორი მათ შორის რავი ისეთი რომელიც ჩემ თავს გამოხატავს რა მათ შორის რავი ანუ ისეთი აი selfie შემოვიდა ჩემთან ეხა სპონსორად რა მაგალითად რა და მაგრად მისწორდება selfie შემოსვლა ჯერ YouTube-ზე შევიდა ზოგადად და ჩემთან იმიტომ მისწორდება რომ აი ტიპები თავზე ზღადაობენ და იმ გამოწვევებზე რაც აქვთ მაგალითად რა რომ აი რაღაცა არიჭერს და რაღაცებს ხო ამბობენ ხოლმე რა მაგრამ მაგაზე გადაობენ და მაგაზე რეკლამებს აკეთებენ რა და ეგეთი რომ ჯიგარი როა და თავზე გააზრებული რო აქვს და არა ის რომ ამაზე ახსიტყვა არ დაგცდეს მე საუკეთესო ვარ და მაყურებელს რო ანუ აუდიტორიას რო უსმენენ რა ეგეთი სპონსორები არც ჩვენ გვაწყობს და არც გვინდა რა და დაუბრუნდები იმ საკითხს რომ ანუ ნიშნავენია რომ სხვა ადამიანს უყურო გაიაზრო სხვა პოდკასტებს უყურო რამ დაქრინჯა რა არ მოგეწონა რა გეზედმე და იმ კუთხით შეხედე წარმოიდგინე რომ შენი რეკლამა იქ იქნებოდა და მოიფიქრე ის ვერსია რომელიც უფრო კომფორტული იქნებოდა თუ გინდა რავი ChatGPT-ს ელაპარაკე მაგაზე აუხსენე ყველაფერი და შეიძლება მაგას მოგცეს შევა მაგრამ ეგ ამბავი რა ანუ რთულია ძალიან იმიტომ რომ სენსიტიური თემაა იმიტომ რომ ჩვენ რო სპონსორის რეკლამას ვაკეთებთ ჩვენ ადამიანებს რაღაცნაირად ვაძალებთ რომ მოდი რა იყიდე ეს რა და უკვე მთხოვნელის პოზიციაში ვართ და ამიტომ ძალიან რთულია რომ ეს კარგად შეფუთო რაღაცნაირად და ესე ორგანულად რა და ეგ რაღაცნაირად ეგ ფრეიმი და ეგ მაინდსეტი უნდა გამოხვიდე მაგიდან და უნდა იფიქრო ისე რომ ჩვენ მთხოვნელის პოზიციაში კი რა აი აქ არის ეს არის თუ გინდა აიღე მე ვეცადე რომ რაღაც მეჩვენებინა შენთან თან ვიღადაოთ ამაზე რაღაც საინტერესო მეჩვენებინა ჩემ შემთხვევაში ეგრეა ამ შემთხვევაში კიდე სხვანაირად შეიძლება იყოს რა მათ შორის ის რომ შენი ემოციური კონექშენი თქვა რა ჩემი სპონსორი
რაღაცა რა, ანუ მე ძალიან გამისწორდა ეს საათი რომ შემოვიდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ საათს ვატარებ. და მათ შორის მაგ საათთან მიხვიდე და უთხრა რომ აგერ 12 წლის რო ვიყავი ამ საათს ვატარებდი. და მართლა შენთან ვარ დაკონექტებული და მოდი ჩემთან რა. ეგეთი ამბავი რა. რავი, ანუ ჰენკა რო შემოვიდა ჩემთან რა, მე გერმანიაში რო ვცხოვრობდი, ეხლა მართალია D ვიტამინის ხაზით შემოვიდა, ანუ წყლის კომპანიის, მაგრამ გერმანიაში რო ვცხოვრობდი, კომბუჩას სვამდი სულ, ანუ მაგრამ მაინტერესებდა კომბუჩები და მაგრა გამისწორდა. ჰენკა რო შემოვიდა ჩემთან და თუ ისეთია რომ ძალიან არ არის ჩემთან დაკავშირებული რა, ვცდილობ რომ საერთოდ არ შემოვიყვანო, ან ძალიან იუმორით შემოვიყვანო ისე რომ ინფორმაცია გავაჟღეროთ, მაგრამ თან ვიღადაოთ ამაზე, იმიტომ რომ მაგიტო YouTube გაძლევს მაგის რესურსს, შენ თუნდაც აი ვერტიკალურ სოცმედი TikTok-ისგან, Instagram-ისგან განსხვავებით, Instagram-ზე იმდენად მოგშეზღუდული ფორმატი გაქვს, თუ რეკლამის გაკეთება გინდა პირდაპირ რეკლამას აკეთებ და ეგ არის ცუდი. და აქ რადგანაც ხა იმაზე რა ქვია, გველებზე ნადირობ და რაღაცა გველს ვერ იჭერ, მან დრო თქვა რომ selfies თუ ვერ იჭერ ეგრე ქენი, მან მაყურებელი არ დაგაჰეიტებს, იმიტომ რომ შენ მაინც კარგ კონტენტს აკეთებ რა და ესეც არ არის თლად ამოვარდელი კონტექსტიდან რა და მაგაზე მე ძალიან ბევრს ვფიქრობ რა, მათ შორის მე როცა იქ ვიყავი, selfies საერთოდ არ იყო ჩემთან და მე უნდა ჩამესვა ეგ და წარმოვიდგინე ეგეც ხო რთულია იქ რომ არ ამბობ ამას. მე რომ მოიფიქრო როგორ ჩასვა ისე რომ არ გავაღიზიანო მაყურებელი, ეგეც ხო რთულია და მით უმეტეს როცა ეგ ცოცხალი პროცესია, კიდევ უფრო მეტი შეძლო აქ შეგვიძლია რაღაც თქვა და უნდა შემოიყვანო. ვიდეოს გადასაღებად რომ მიდიხარ, წინასწარი წარმოდგენა გაქვს, როგორ ჩასვამ და რაღაცა უკვე? ხო და არ მაქვს, საერთოდ არ ვიცი არაფერი. ვამბობ რაღაცას და მე რაღაცებს კიდე ზემოდან ვიგონებ რა, როცა კეთების დროს. ხანდახან მაქვს ეხა რა, ანუ ეხა ეს როდის იდევა ეს პოდკასტი? რამდენიმე დღეში რა. ხო, ანუ შემდეგ ვიდეო რო დაიდება, მან მქონდა წარმოდგენა, მაგრამ აი ხანდახან ისევა რომ რაღაცას ვიტყვი სპონსორზე, მე უცებ გადავერთები და რაღაც ამოვჭრეთ და საინტერესოდ დავდებთ მაგას რა. მაგრამ თავარი ამბავი ის არის რომ წარმოიდგინო მაყურებლის პოზიციაში თავი და არ მიყიდო რა და არ იაფერისტო რა. უბრალოდ აი თუნდაც ჩემს გულწრფელებაში ყველაზე დიდი გასაღებია. იყავი გულწრფელი, თუ გადავ გულწრფელად იღადავი, თუ რაღაცას ეუნები, გულწრფელად უთხარი რაღაცა და თქვი რომ ნუ გექნება რაღაცა ეგო რომ აი მე მაგარი ტიპი ვარ და მაგარი სპონსორები უნდა მყავდეს რა. თქვი რომ აი რა მაგარია რომ მე ეხლა დავიწყე და ეს კომპანია მენდო და მომყვება რა. თუნდაც ნებისმიერ რაღაცაზე და მე ერთია თქმა მაყურებლის რასაც თქვი რომ არ გააღეზიანო. მეორე კიდე ცალკე იქით სტრესი კომპანიის ხვიდან რას გეუნებიან რა. და მანდაც ისე უნდა დამაჯერებელი უნდა იყო რომ უნდა ელაპარაკო რომ დამიჯერა ესე ჯობია ეს ვიცი მესმის რაღაცა და თან უნდა გააზრებინო პროცესი რომ აი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მაყურებელი თუ შენი ინფორმაცია მოისმინა რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს აი მაგალით რო ავიღოთ თუნდაც რავი რა კომპანია შეიძლება შემოვიდეს შენთან ბიზნეს მიმართულებავის, აი მედიაში რო დავიწყე სპონსორების ზება, პირველი ვისაც მივადა იქ თავიდან იყო Porsche, Sokari და დიდ კომპანიებში წავედი რა. ასე ანუ ნაცნობით ესე გავარკვე ნომერი რაღაც დაურეკე, რაღაც შევხვდით რაღაცა და აი უფრო ესეთი ვისაც უფრო ბიზნეს მიმართულება აინტერესებს, მისი კლიენტები და რაღაცა უფრო აი ბიზნეს მიმართულებაში არიან რა ეგეთი. მე ვიფიქრე რომ თითოეულ პოდკასტ ინდივიდუალური სპონსორი ხო არ ყავდეს თქო, იმიტომ რომ მე ხო 80% მაინც უფრო ბიზნეს მიმართულება მაქვს და 20% სხვადასხვა შეიძლება ფსიქოლოგი მოვიყვანო და შეიძლება იმ პოდკასტში კონკრეტულად ერთ რაღაც ფსიქოლოგიის რაღაცა საინტერესებდეს და თითოეულ პოდკასტ ხო არ უშუალო ინდივიდუალური სპონსორი თქო რა, მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ მეგობარმა მითხრა, დღეს საქართველოში ეგ ძალიან რთულიაო რა, ჯობია ერთი გრძელი ის. ზოგადად YouTube-ზეც ძალიან ჭირს, ანუ სულ იცვლება ტრენდები და მიხარია კომპანიების ხრიდან ცვლილებები არის მაგ კუთხით, მაგრამ ძალიან ჭირს, იმიტომ რომ ეგეც როგორი მოდელია მანდ რა და სპონსორებასთან დაკავშირებით რა. ანუ მაგალითად შენი პროდუქტი რო გქონდეს შენ რა აუდიტორია ხო ანუ პირდაპირ ამ პროდუქტის შენ ყველაზე კარგად იცი ამ პროდუქტის რეკლამა როგორ გააკეთო და აუდიტორია წავა და შეიძლება იყიდოს რა მაგრამ როცა შენ ანუ ეს სპონსორთა ურთიერთობაც გაყიდვის პროცესია რა შენი თავი უნდა გაყიდო რომ ამ სპონსორს დააჯირო მე მაგარი ტიპი ვარ და შენ რო ჩემთან შემოხვალ შენ უკეთეს ტიპად გაგხდი რა რაღაცა ეგეთი პროცესია რა
და თუ დიდი ის არ გაქვს რიჩი ან რაღაცა ხმა აი რაღაც establishment ქართულად როგორ არის რაღაც თუ არ ხარ წარმოდგენილი უკვე რაღაც დონეზე ძალიან რთულია იმიტომ რომ შენ კი არ მიდიხარ Porsche-ს დირექტორთან შენ მიდიხარ ვიღაც მარკეტერთან რომელსაც ეუნები რომ მოდი მე დამასპონსორე მე ის მარკეტერი უნდა მივიდეს ფინანსებთან იმას უნდა აუხსნას იმას მენტალური მდგომარეობა უნდა მოიკრიბოს რომ იმას ცალკე აუხსნას რომ ამასთან ღირს მე რაღაცა იმას უფროს დაადასტურებინოს იმასაც უნდა აუხსნას რომ ამასთან ღირს როცა რავი საშა კაცმანი ხო იცი პირობითად რა მაგან პოდკასტი დაიწყო ვა საშა დავაი დავასპონსოროთ იქ სხვა ამბავი ხდება აქ სხვა ამბავი ხდება ხო და ეგ ამბავი ანუ ძირითადად ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების დონეზე დიდ კორპორაციებში მithumetes მე რასაც დავაკვირდი უფრო მეტად შესაძლებლობის ფაქტორზე მეტად მუშაობს შიშის ფაქტორი და რას გულისხმობ ის ვიღაცა მარკეტერმა რომ ვიღაც აღმოაჩინოს შეიძლება იმდენად ეს იერარქიულად კორპორატიულ სამყარო ისე მუშაობს და იმდენად ვერ მივიდეს თავის უფროსთან და გაუზიაროს თავისი ხედვები რომ ეს ხო არ დავასპონსოროთ იმდენად სხვანაირი შეიძლება იყოს ვიდრე იმ შემთხვევაში როცა აი არხეინად მივიდოდა და რაღა ვიღაცას ეტყოდა რა ქვია პირობითად თუნდაც ისევ კაცმანზე ძალიან ხშირად ვამბობ მაგრამ იცი რატო იმიტომ რომ შენ როგორ მოიქცევი იმან Porsche-მ არ იცის შენ კი ბატონო ეუნები მე კაი ტიპი ვარ რაღაცა მაგრამ იმას იმდენი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიადგეს შენი რაღაც მოქმედებებით რომ მაგ შესაძლებლობას კი არ ეძებს ის მარკეტერი ეძებს იმას გზას რომ თავისი საქმე შეასრულოს რა და შესაძლებლობის ძებნაში უბრალოდ მაგ გზის ძებნაში რაღაცა უფრო მეტად უსაფრთხოებაზე ზრუნავს და იმან რომ ამის უფროს შემთხვევით TikTok-ზე ვიდეო არ ამოვარდეს და არ თქვას რომ Porsche საშუალო ფერის ადამიანებისთვის კარგია ესეთი იმიჯი არ ესეთი დარტყმა არ მიეყონა მის ბრენდს უფრო მეტად მაგაზე ზრუნავს რომ უფროსმა არ გაუშვა სამსახური და პირობითად აი ცოტა ბრუტალურად ვამბობ ეგრე გაშვება და ის ეგ დიდ კომპანიებში ეგრე ბევრად უფრო მოწესრიგებულია კორპორატიულ სამყარო და გარემო უფრო მაგაზე ზრუნავს უფრო მეტად რომ აი თქვათ ისეთი რისკი არ დამიდგეს რომ ამათმა მითხრას რომ შენ რა სიდებილე გააკეთე ეს როგორ შეიყვანა ბიჭო ეს მიყოფილა ეს ტიპი ვიდრე პირიქით როცა ვიდრე პირიქით რომ ეს კაი ტიპია მოდი გავუშვოთ აქ ვიცი რომ ასე თავს არ მოგჭრის ხო და მithumetes როცა ბევრი გაქვს დასამტკიცებელი და როცა ისეთი გამოცხადებული არ ხარ რა და კაი ტიპობა არ არის თქვათ შენთან შემოსვლა კიდევ რთულდება რა და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეგრე მუშაობს ქართული იმაში რომ ნაცნობობით მუშაობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი პრაქტიკაა რაღაც ატკატებით მუშაობს რომ რაღაცა მე იმას დაგიტოვებ და რაღაცეები და იმიტომ რომ ვერ ზომავენ მათ შედეგებს რა ძალიან რთულია შედეგების გაზომვა ხო ძალიან რთულია შედეგების გაზომვა ანუ რა როგორ უნდა გაზომოს შენ რა შედეგი დავდე შედეგებით მან დიდეში რიცხვებით არ მივიდოდი უფრო იმიჯის კუთხით მივედი რომ აი ბიზნესი ხო შენთან ასოცირდება და რა მესმის მაგრამ ხო და ზუსტად ეგრე რომ შენ რა მაგრამ თუნდაც მაგ ევერნესზე რომ მუშაობ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა და აი გულწრფელად მეხმარებოდა აი Porsche-ს და Soccer-ს ხა იმიტომ ახსენე რომ აი დღესაც სიტყვაზე ურთიერთობა ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მაგის მერე და აი მართლა მეხმარებოდნენ უნდათ რომ მიდი აბა ესქენი აბა ეს სადე აბა იქმიდე რაღაც აი ესენიც კარგად მომიდგნენ და ეგეც კარგი იყო რომ თან მასწავლეს მე სხვა კომპანიებთანაც რომ მიხვალო ესქენი ესე რაღაც მიტანი და მაგხრო კაი პრაქტიკა იყო რა ხო ეგ ძალიან მაგარია მაგრამ ზოგადად მithumetes ხორესა დამწყები ხარ და გამოუცდელი ხარ შენგან რეპუტაციული რისკების მიყენება ძალიან ბევრად დიდია რა ვიდრე ვიღაცისგან რომელიც რა დიდი ხანია ამ სფეროშია და მანდი ეხებენ ანუ ეგეთ რაღაც კარ კომპანიები კიდე სხვა არის და კარიან კომპანიები რომელსაც ეზარება პროსტა მუშაობა რა ეზარება რაღაც გამოწვევებზე ჩალეთში რაღაც იცი რომ აქედან აქამდე მე ხელფასი ჩამერიცხება ვიცი რომ თავი არ უნდა მომეჭრას ვიცი რომ ვა ის YouTube-ზე შევიდა მე შევალ დავასპონსორებ ანუ არც კითხულობენ არც პრეზენტაციას რა გამოწვევები მაქვს თუნდაც რაზე შეიძლება აქცენტი გავაკეთოთ რა როგორ წავიდეთ და რაღაცა უფრო მეტად სიღრმეებში ჩამოვიდე ეგეთი ანთებულები არ არიან როგორც მე ვარ იმიტომ რომ მე ჩემი YouTube არხია და მე მაგრამ ისწორდება და მე სხვანაირად უყურებ რა და ეგრე არ არიან და შეიძლება დიდი მაგდროს არის დიდი გეფი რა და მაგდროს უნდა რაღაცა თუ შეიძლება იმით მიიღო რომ აი ვიღაცებმა მაგის ირგვლივ მაგისმა შვილმა მაგისმა მეზობელმა და მაგისმა ზმაკაცმა კაკოს ვიდეოს უყურა და ეს რა საინტერესო ტიპი ყოფილაო და მე დაფიქრდება მივა და გააკეთებს და ამან ხო გამომიგზავნა 3 თვის პრეზენტაცია მაგრამ მაშინ დაიკიდე იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე თან მან განსხვავების მიღების პროცესში ჩვენზე რა დამოკიდებული მაინც ბევრი რამე ემოციებითაც წყდება რა
და ეგ მით უმეტეს როცა გაყიდვაზე ორიენტირებული არ არის რა. თუ რაღაცა კონკრეტულ გაყიდვაზე ორიენტირებული რაღაც affiliate link-ია და რაღაც სხვა შესაძლებლობებია, რომელსაც პირდაპირ გათრეკავ, ეგ კიდე სხვა ამბავია, მაგრამ ეგრე ბრენდზე რო არის, მომენტ რავი, კაკოსთან შევა, სოსოსთან შევა, გიგისთან შევა, ლეოსთან შევა. თუ ძალიან ბევრს არ ფიქრობს და თუ ძალიან ბევრი არ აინტერესებს, რისი დატოვება მინდა აუდიტორიაში, იმ აუდიტორიაში ვისთან შევდივარ, მაშინ არ იქნება ეგრე რა. აი, მაგალითად selfies-ზე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთან რო შემოვიდა, ძალიან ბევრი იფიქრა მათ შორის და სხვა იუთუბერად შევიდა, მაგრამ ანუ ისე მელაპარაკა, რომ ძალიან გამისწორდა, ანუ როგორც შენ ხარ გულწრფელი შენ აუდიტორიასთან და რაღაცები, ანუ შესაბამის აღიარება არ გიტყდება და მიდიხარ და აწვევი, ჩვენც ეგეთი ხალხი ვართ რა. და ანუ დავაი ვიყოთ ერთად. ეგ იყო ამბავი მანდ რა. როცა რავი, სხვა კომპანია შეიძლება თქვას, რომ მე აქ ცოტა დახვეწილად უნდა ყოფილიყო რაღაცა რა. ხო და ვისთან შედიხარ ეგ არის თუ რაღაცა დახვეწილობა გინდა შეიძლება სხვა ჯობდეს რომ სხვა იუთუბერი აირჩიოთ უნდა სპონსორად შესვლის კუთხით რა და ეგ ნიუანსები ძალიან წყვეტ საბოლოოდ იმას რა ქვია გაწყობების მიღების პროცესს მაგრამ მეც ზუსტად მაგას ვთვლობ რომ დაახლოებით YouTube ვიდეოების კეთების დროსაც რა გავიაზრო როგორც მაყურებელში გავიაზრო რა უნდათ ჩემგან და როგორ არის ესე გავიაზრო სპონსორშიც და არ ვიყო ყოველ შემთხვევაში ვთილობ ხანდახან ნერვები მიმტყუნებს და ერთი ოღონ ძალიან ისე მიმიწერია ემოციურად სპონსორისთვის მაგრამ არ ვიყო ძალიან არ გავსაჯო იმიტომ რომ დაახლოებით გავიაზრო რა პროცესები ხდება მის კორპორატიულ სამყაროში და მესმის გასაგებია და ჩვენი მხრივ მეც რავი ჰიტამაც ბასტომაც ჰანგრიმენმაც საეჭო კაცმაც რაღაცა ჭაპანი გავწიოთ იმისთვის რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ მათ შორის ზოგს დავცინოთ მათ შორის ზოგს აუხსნათ მათ შორის ზოგს აი თუნდაც რომ დაცინო ვიღაცებს რა მე ეგ ზუსტად იმიტომ რომ შიში არის აგებული ეგ სამყარო მე ხვდებიან რა მით უმეტეს თუ ისეთი ავტორიტეტული ფიგურები შეიძლება დაცინონ რომლებიც ეხლა შემოაბიჯეს YouTube-ზე მაგალითად და მანამდე პატივსცემდნენ ძალიან დიდ. ეხლა ის კაკომი ჩემი ფეხები იუთუბერი, მაგრამ ის პატივსაცემი პიროვნებაა და ვა იმანაც ეგრე ახსენა და მე შეიძლება დაფიქრდეს რა. ხო და ჩვენი მხრივ ჩვენ რაღაცა ვცდილობთ რომ ბევრი ინფორმაცია მათ შორის ჩემი ერთ-ერთი мотиваცია ისაა რომ ეხლა ამებს ვერ ვლაპარაკობ ეგაა რომ ვიღაც მარკეტერი თუ გვისმენს და ახლა ჩემი მაინდსეტი და წარმოდგენა გაიაზროს და ვა რა ჩესნათ ლაპარაკობს იფიქროს და მე მომწეროს თუნდაც რა ან ზოგადად ვიღაცას მიწეროს და შეეცვალოს ცოტათი უფრო მეტად წარმოდგენა YouTube სამყაროზე ვიდრე თუნდაც ტელევიზიაზე თუ მაგის კონკურენციაში შევდივართ რა ნელ-ნელა ბოლოში გავედით, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ და რავი, ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო პოდკასტი იყო, იმ მიმართულებით ეხლა რაც მე მჭირდებოდა და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ რომ ესტუმრე. მადლობა ბოლომდე რომ უყურეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, კაკოს არხი თუ იმეს არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, აღწერაში იქნება. ბევრს დაახლოებით ამ მონაცემებში 790,000 ადამიანს არა გადმოწერილი, იმიტომ რომ აი თან გასასწრები გვაქვს და კი, ამიტომ გამოიწერეთ ორივე არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა. მადლობა.